დღეს არის შაბათი 9 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 26 სექტემბერი 2021 წელი და დღეს ყოველი დღე განსაკუთრებულია სულ ვამბობ ამას მაგრამ დღევანდელი დღე არის რაღაცა უდიდესი დღესასწაული ალბათ საეტაპო დღე არის მთელი კაცობრიობის ისტორიაში დღევანდელ დღეს მიწიერი ცხოვრება დაამთავრა აღასრულა დღევანდელ დღეს არც ვიცი როგორ თქვა იმიტომ რომ აი რომ მოგიყვებით მიხვდებით ესე იგი გარდაიცვალა თუ ცოცხალია კიდე აი არ ვიცით ეს არის უდიდესი წმინდანი ეკლესიის ისტორიაში ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველი შეგვეწიოს მისი მადლი ღმერთმა თქვენს დაგლოცოთ შეგეწიოთ და მე ესე იგი მინდა ვთხოვო იოანე ღვთისმეტყველს რომ თავისი საღვთისმეტყველო სიტყვა შეგვაწიოს დაგლოცოს რომ მოგიყვეთ მის შესახებ იმიტომ რომ არ არის ადვილი სხვათა შორის ადვილი არც ერთი არ არის მაგრამ ეს რაღაცა მე მაგალითად ასეთ შემთხვევას ხა ვერ ვიხსენებ თქვათ რომ რას ვერ ვიხსენებ იცით აი ასეთი დიდი მასალა რო იყოს აი ამდენი ამბავი რო იყოს მოსაყოლი ადამიანზე აი ხო ვთქვით რომ იოანე ნათლისმცემელი არსებობს რომელიც არის დედათა მიერ ნაშობთა შორის უდიდესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არსებობს მაგრამ მე აი რაღაცა ვერ ვიხსენებ რომ აი ამდენი რამ იყოს მოსათხრობი ერთ ადამიანზე როგორც იოანე ღვთისმეტყველზე არის მოსაყოლი და მინდა გითხრათ რომ მე დავიწყებ ამ მოთხრობას მაგრამ დიდხანს მომიწევს დღეს ძალიან დიდხანს მომიწევს საუბარი მაგრამ ეს ძალიან დიდხანს ეს არის დასაწყისი მხოლოდ იმისი რაც შეიძლება იოანე ღვთისმეტყველზე ითქვას დღეს მე მოგიყვებით თქვენ დღევანდელი დღის გეგმა მინდა გაგაცნოთ რომ ყურად იმითი მოთმინებით რომ აღიჭუროთ ესე იგი მე მინდა თქვენ დღეს შეგახსენოთ მხოლოდ სად არის ნახსენები იოანე ღვთისმეტყველი და აი სად როგორ არის მოხსენებული პირველ წყაროებში ნუ კიმენურ ტექსტებში აი მხოლოდ ეს მეტი ვერაფერი ნუ ესეც იძულებული ვიყავი რომ ძალიან შემემოკლებინა ნუ დაახოთ რომ მიხვდეთ რას გეუნებით აი პირველი მაგალითად რასაც ვიტყოდი იოანე ღვთისმეტყველზე ღვთისმეტყველი ქვია ხო რატო ესეთი სიტყვები აქვს ნათქვამი იოანეს სახარების ავტორი პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მის არცაერთი რა იქმნა რაოდენი რა იქმნა ნუ შეუძლებელია ცით აი ეს არის პირველი ხუთი წინადადება მე მხოლოდ სამი ვთქვი პირველი ხუთი წინადადება იოანეს სახარებიდან აი ჩემი რჩევა არის რომ ყოველ დღე გაიმეორეთ და ზეპირად ისწავლეთ რომ ეს სულ მუდამ თქვენთან იყოს აი ეს სიტყვები ეს ამ სიტყვებმა შეცვალა ფაქტიურად აზროვნება კაცობრიობის ისტორია და აი მისმა ცხოვრებამ იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრებამ და ამ ერთ სიტყვაზე პირველიდან იყო სიტყვა ენარხე ენოლოგოს ბერძნულად ესე არის და აი ამ ერთმა ფრაზამ ამ ერთ ფრაზაზე შეიძლება დაუსრულებელი ლაპარაკი აი სულ მუდმივად და მაინც არ ამოიწურება მარტო ეს ერთი ფრაზა რომელიც გამოთქვა იოანე ღვთისმეტყველმა მე კი ახლა დღეს მინდა მოგიყვეთ მისი ნუ აი მარტივი რაღაცაა ჩემი ამოცანა იყო ძალიან მარტივი, თუმცა როგორი მარტივი ახლა თქვენ ამას მოისმენთ. ნუ პირველ რიგში მე იოანეზე მოგიყვებით, მე მინდა აბსოლუტურად ესე იგი არ ვიცი რა ვთქვა, აი როგორი მადლობელი ვარ იოანე ღვთისმეტყველის საშუალება მომეცა, რომ ეხლა აი 2 დღის წინ მე მოგზაურა ეფესოში სადაც მოხდა მისი აღსრულება გავემგზავრე მანქანით ვიყავი წასული და გადავიღე მისი საფლავი სადაც არის ის ტაძარი სადაც წარმოედგინეთ მის ადგილას ვიყავი და აი მის შესახებ ვიდეო მოთხრობა იქნება მოგიყვებით ამის შესახებ შემდეგ გაჩვენებთ ისე დავბრუნდებით ახლა და გაჩვენებთ და შემდეგ ორიოდო სიტყვით დღეს კიდევ სხვა წმინდანების ხსენებაც არის და ორიოდო სიტყვით მათ შესახებ მინდა კიდევ მოგითხროთ და კიდევ ვივერის თვიშობლის ხატის ჩამბრძანების დღე არის და მოკლედ ესე იგი მე ხა ვემზადები დასაწყებად და დავიწყოთ. ნუ მათეს სახარება, ჯერ სინოპტიკური სახარებები ეწოდება პირველ სამსახარებას,
მათე, მარკოზი და ლუკა, სადაც არის იესოს შესახებ როგორც ადამიანის, ძირითადად, რა თქმა უნდა, როგორც ღმერთისაც, მაგრამ უფრო აქცენტი გაკეთებულია იესოს მიწერ ცხოვრებაზე და აი პირველ სამ სინოპტიკურ სახარებაში როგორ არის ნახსენები სად არის. ესე იგი, ჩვენ ძირითადად იოანეს შესახებ ვიცით სახარებიდან. აი უკვე ეს ამბავია, ხო? რომ ადამიანის შესახებ იცი სახარებიდან, აი რომ შეხედოთ ცოტა განყენებული თვარ. პირველი მათეს სახარების მეოთხე თავის 21-22 მუხლები, იგივე ამბავი მარკოზის სახარების პირველი თავის 19-20 მუხლები და ლუკასი 5:1-11. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც იესომ გამოირჩია პეტრე და ანდრია ძმები, აი ამის შემდეგ მან გამოირჩია იოანე და იაკობი ძმები და აი მოუწოდა მათ რომლებიც ისხდნენ ნავში თავის მამასთან ზებედესთან ერთად და მათ მიატოვეს ეს ნავი და შეუდგნენ ქრისტეს. შემდეგ მარკოზის სახარების პირველი თავის 29 მუხლი, მე ვეცდები რომ ეს რიცხვები რა ვიცი დაგისახელოთ თუ მოკლედ დაგისახელოთ. შემდეგ ესე იგი აქ აღწერილია როგორ სხვა მოციქულებთან ერთად ესე იგი იოანე ღვთისმეტყველი სახელით არის მოხსენებული, როგორ ესწრებოდა პეტრესთან, ანდრიასთან და იაკობთან ერთად, როდესაც იესო შევიდა კაპერნაუმში პეტრეს სახლში და განკურნა პეტრეს სიდედრი, რომელსაც ჰქონდა ცხელება. შემდეგ მათეს სახარების მე-10 თავში და ლუკას სახარების მე-6 თავში მოხსენებულია იოანეს სახელით. მე ხა ვიძახი სახელით სად არის მოხსენებულია 12 მოციქულის სიაში, რიცხვში. შემდეგ მე-5 თავი მარკოზის სახარების და ლუკას თავის მე-8 თავში არის აღწერილი, როგორ პეტრესთან და იაკობთან ერთად, როგორ წაიყვანა იესომ იაიროსის სახლში, სადაც იაიროსის 12 წლის ქალიშვილი განკურნა და ამას ესწრებოდა იოანე. შემდეგ მათეს სახარების 17 თავი, მარკოზის მე-9 და ლუკას მე-9 თავის აღწერილი არის ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ცნობილია რომ 3 მოწაფე წაიყვანა, საერთოდ აი 3 დაყავდა ხოლმე პეტრე, იაკობი და იოანე ყოველთვის, ყველაზე ხშირად ეს 3 არის მოხსენებული და აი ამ 3-დან ერთ-ერთი არის იოანე და ფერისცვალებას ესწრებოდა უფლის ფერისცვალებას და ესე იგი ამ თაბორის თავზე. შემდეგ იოანე ეუნება იესო ქრისტეს, ეს არის მარკოზის მე-9 თავი და ლუკას მე-9 თავი, რომ მათ ნაშევდათ ადამიანი, რომელიც ქრისტეს სახელით განასხანდა ეშმაკებს და კურნავდა ადამიანებს და მან შეაჩერა, იოანემ შეაჩერა, უთხრა რომ ნუშვები ამას, იმიტომ რომ ის მათთან ერთად არისო. შემდეგი მე-9 თავი ლუკასი და იაკობი, იოანე და თხოვენა, ეს არის ძალიან ცნობილი ისტორია. ეს არის ლუკას მე-9 თავში, რომ ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე ესენი და მე სხვაგან არის კიდე აღწერილი სალომე დედამათი, როგორ თხოვენ იესოს, რომ როდესაც იესო მოვა თავისი დიდებით, რომ ეს ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ მასთან ერთად ესე იგი ეს მათეს მე-20 და მარკოზის მე-10, რომ ესე მოხდნენ. შემდეგ ესე იგი მე-9 თავის, ლუკას მე-9 თავში არის აღწერილი, როდესაც იაკობი და იოანე თხოვენ იესოს სამარიაში, ძალიან ცუდად მოიქცნენ სამარიტელები და ესენი თხოვენ, რომ როგორც ილიამ ცეცხლით დასწვა, რომ ესე იგი ეს ცეცხლი გარდამოავლინოს იესომ, რა თქმა უნდა, იესო ამას არ აკეთებს, მაგრამ ეს არის მიზეზი, ეს ცეცხლოვანება, იმიტომ რომ იესომ მათ უწოდა, რისი მიზეზი, რომ იესომ უწოდა მათ თავიანთ დროზე ბანერგეს, ეს არის ძენი ქუხილისანი, ქუხილის ძენი ესე უწოდა იოანეს და იაკობს. შემდეგ მარკოზის მე-13 თავში ესე იგი აღწერილია, როგორ მონაწილეობდნენ პეტრე, იაკობი, იოანე და ანდრია ქრისტეს საუბარი არისა ნებამდე ჯვარც ელეონის თაზე, ესე იგი ჯვარცმამდე, როდესაც იესო ყვება როგორ დაარღვევს ტაძარს და როგორ ააშენებს თავიდან. შემდეგ ლუკას მე-22 თავში არის ესე იგი იესო ქრისტე ავალებს პეტრეს და იოანე ღვთისმეტყველს, რომ აი ეს სერი, ანუ ტრაპეზი მოუმზადოს ჯვარცმის წინ, საიდუმლო სერობაზეა ლაპარაკი და ბოლოს
ბოლოს მათეს 26, მარკოზის მე-14 თავი აღწერილია, როგორ წაიყვანა ქრისტემ პეტრე, იაკობი და იოანე, ისევე 3, როგორ წაიყვანა გეცემანის ბაღში და ფაქტიურად აი ამ სამ სახარებაში, სინოპტიკურ სახარებებში და ისედაც ეს არის ბოლო მოხსენება სახარებაში იოანესი თავისი სახელით და შემდეგ გადავდივართ ახლა იოანეს სახარებაზე თვითონ, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ინფორმაციულია თვითონ იოანეს შესახებ. მეოთხე სახარებაზე ხო ლაპარაკი, რომელიც აღარ არის სინოპტიკური არ ეწოდება, იმიტომ რომ აქ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებაზე არის ბევრად უფრო დიდი აქცენტი გაკეთებული. ოღონდ აქ არის ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავისი თავმდაბლობიდან გამომდინარე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არც ერთხელ თავის სახელით არ აყავს მოხსენებული თავისავე სახარებაში, თუმცა მისი მონაწილეობა იკვეთება აშკარად ჩანს, და კიდევ ვიცით რა, რომ ესე იგი აქ სხვა ის მაგალითები, აქ საერთოდ თითქმის არ არის აღწერილი, რომელიც სხვა სახარებებშია. აი ეს ამბები, იმიტომ რომ იქ უფრო ქრისტეს როგორც მოგახსენეთ, უფრო იქ ჩანს ქრისტეს კაცობრივი ბუნება, ადამიანური ბუნება და აქ კი უფრო ღვთაებრივზეა გაკეთებული, ამიტომ მას სხვა ეპიზოდები აქვს აღწერილი, თუმცა მისი მონაწილეობა იკვეთება და ხშირად იხსენებს, ესე იგი ხშირად იხსენებს როგორც მოწაფენი და ამ მოწაფეებს შორის იგულისხმება და შემდეგ კიდევ ერთ ადგილას არის ძენი ზებედესნი ესე მოიხსენებს საკუთარ თავს და კიდევ როგორ იხსენებს, იცით, მოწაფე რომელი უყვარდა იესოს. მერე რომელმან დასწერა ესე ბოლოს ესეთი სიტყვები აქვს და რა თქმა უნდა აქ იგულისხმება. ოღონდ ჩვენ ახლა თანმიმდევრულად გავუყვეთ, პირველი ეს არის იოანეს მე-18, ესე იგი იოანეს სახარებაზე ვსაუბრობთ, ახლა მე-18 თავის პირველი მუხლია, ეს თქვა იესო და გამოვიდა მოწაფით ურთვისით წიაღ ხევსამას ნაძოვანსა, სადაც იყო მტილი, რომელსაც შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი. ოღონდ აქ არ არის აღწერილი და ნათქვამი, რომ ესეც თავმდაბლობიდან გამომდინარე, რომ იესომ ეს მოწაფეებში იგულისხმება აქ იოანე, მაგრამ იესომ რო 3 მოწაფე წაიყვანა გეცემანის ბაღში საოცრად, აქ არ აქვს ეს გამოტოვებული აქვს ეს ადგილი უბრალოდ. შემდეგ ესე იგი ესეთი სიტყვები აქვს, მოწაფე, რომელი უყვარდა იესოს, რომელი მიეყრდნო მკერდსა მისსა. წარმოიდგინეთ რაზეა ლაპარაკი, აი მე ვერაფერ წარმომიდგენია საერთოდ, კი ახლა მეგობრების ჩახუტება კი წარმომიდგენია, ვთქვათ, როდესაც ბიჭები ვთქვათ, ხო, რაღაცა, მაგრამ აი ესეთი რამე არც მინახავს, აი იშვიათად, რომ აი კაცი რო კაცს ჩაეხუტოს რაღაცნაირად, ხდება როგორ არა ის იყო, ჩვენ ძირითადად როლს ვამთხოვთ, მე ქართველები მაშინ ვაკეთებთ ამას და აი ესე იგი სერობის დროს კი მართალია ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ისიც ახალგაზრდა იყო ქრისტეც. ესე იგი მიეყრდნო მკერდზე, აი ჩაეხუტა და ესე იყო რაღაცნაირად, აი რა როგორი კადრნიერება კი არა, ამ ხელა სიყვარული უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ესეთი რამე გააკეთო. ხო და შემდეგი აი ძალიან ცნობილი ამბავი არის მე-19 თავშია გაღწერილი, რომელიც სხვათა შორის დღევანდელ დღეს იკითხება, როგორც წირვის დროს, როგორც სახარებიდან ადგილი იკითხება, როგორ იდგა იოანე ჯვარცმის დროს, ჯვარცმისას როგორ იდგა ღვთისმშობელთან ერთად და აი მაშინ, როდესაც 19 თავის 26 მუხლია, ხოლო იესო ვითარცა იხილა დედაითვისი და მოწაფე იგი რომელი უყვარდა, წინაშე მდგომარი თქვა დედასათვისა, დედაკაცო, აჰა ძე ისენი. და მერმე მოწაფეს ამას თქვა, აჰა დედა ისენი და მიერიდან წაიყვანა იგი მოწაფემან, მან თვისთათანა მოწაფემან მან, ანუ აქ ლაპარაკი რა თქმა უნდა იოანე ღვთისმეტყველზე და აქ ესე იგი რა იგულისხმება, რომ თავისთან წაიყვანა, ერთად ცხოვრობდნენ და ასეთი გადმოცემაც არსებობს, ახლა ეფესოში ვიყავი, მე უბრალოდ გაჩვენებთ, ესე იგი მის საფლავს, მაგრამ მე კიდევ წინასწარ ესე იგი ანონსივით მინდა გავაკეთო, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გადავიღე იქა და მათ შორის გადავიღე ღვთისმშობლის სახლი, რომელსაც ახლა უბრალოდ ხო გეუბნებით,
ეხლა დრო არ არის მოგიყვებით გაჩვენებთ აუცილებლად ეხლა რო გვპირდებით ეს ცოტა კი არ არის კაი შეპირება მაგრამ როგორც ანონსი ესე ჩავთვალოთ ეფესოში ბევრი რამ ხდება საინტერესო იქ არის ღვთისმშობლის სახლი სადაც გადმოცემის თანახმად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანესთან ერთად იოანემ რაღაცა დროს იერუსალიმიდან წამოიყვანა და მერე ისევ დააბრუნა იერუსალიმში და აი ცხოვრობდნენ ერთად დევნა იყო იერუსალიმში სერიოზული და აი ამ დროს წამოიყვანა იოანემ თავისთან და მოკლედ აი ეს წაიყვანა თავისთან სახში იგულისხმება რომ ამ ქვეყნიური ცხოვრების დასრულებამდე ღვთისმშობელს არ მოშორებია რა თქმა უნდა როგორც საკუთარ დედას ისეული და შემდეგ ხო შემდეგი რაც არის აღწერილი ეს არის როდესაც პეტრესთან ერთად უკვე ჯვარცმის შემდეგ როდესაც შეკეტილები იყვნენ იმ სახში ქორში სადაც იყო საიდუმლოსერობა, იქ იყვნენ შეკეტილები შიშისათვის 2,000 ესე წერია. ამ დროს მოდის მარიამ მაგდალინელი და ეუნება რომ გაქრა ქრისტეს სხეული საფლავიდან და პეტრე და იოანე გარბიან იქ ესე იგი და იქ ძალიან საინტერესო არის აღწერილი რომ ახალგაზრდა იყო პეტრეზე და სწრაფად ირბინა იოანემ ოღონდ ეს უკვე მე მამები აღწერენ ამას იოანე ქროპირსაკ და მაგრამ მაინც ახალგაზრდა იყო და ვერ გაბედა შესვლა და პეტრეს დაელოდა და პირველი პეტრე შევიდა საფლავში შემდეგ იოანემ იცნო უფალი უკვე ბოლოს მე ხა მხოლოდ სახარებაში რაც არის აღწერილი იმას გიყვებით აქ იოანეს სახარებაზე ლაპარაკი და ბოლოს ესე იგი როდესაც სასწაულებრივი თევზჭერა იყო ბერე უკვე აღდგომის შემდეგ იოანე მიცნო უფალი წაგიკითხავთ იყვნენ ზოგად ანუ ერთად სიმონ პეტრე და თომა რომელს ერქვა მარჩბი და ნათანაელ რომელი იყო კანად გალილეაში და ძენი ზებედესნი აი ეს ყავს მოხსენებული საკუთარი თავი თვითონ წერს ამას იოანე და სხვანი მოწაფენი ორნი რქვა მათ სიმონ პეტრე წარვიდე სათხეველობად ანუ თევზის დასაჭერად რქვეს მას მოვიდე ჩვენცა შენთანა განვიდეს და შევიდეს ნავსა და მას ღამეს და არარა იფყრეს შემდეგ ვითარცა განთენდებოდა დგა იესო კიდესა ზედა იგი ზღვის კიდეზე, ტიბერიის ზღვაზე, ანუ გალილეის ტბაზე ლაპარაკი, დგას კიდესა ზედა და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვით არ უფალი არის და რქვა მათ იესო, ყრმანო საჭველი გაქვს რამე და ამათ მოუთხრეს არა, ხოლო თავადმა რქვა მათ დევით ბადეეგი მარჯვენით ესე იგი ეს ნაპირიდან ნავზე ეუნება რომ გაქვს რამე და არაფერი არა გვაქვს და დევით ბადეი და მართლაც და ვერღარა ეძლო გამოთხრევად სიმრავლისა მისგან თევზთაისა. იმდენი თევზი უცებ ერთ წამში დაიჭირეს და ნახეთ როგორ უწერია საკუთარ თავზე. რქვა პეტრეს მოწაფემან მან რომელი უყვარდა იესოს. ნუ ხო ცხადია ხო რომ იონი თავის თავზე წერს ამ შემთხვევაში, მაგრამ სახელს მაინც არ ახსენებს. და ვითარმეთ უფალი არს. აი უფალიაო პეტრეს ეუნება. ხოლო სიმონ პეტრე ვითარცა ესმა ვითარმედ უფალი არს მოერწყა შესამოსელისთვის რამთვის შველი იყო და შთაიგო თავისთვის ზღვად და ბოლოს აქვს კიდევ ნათქვამი სუბოლო ფრაზა ეს არის ესე არის მოწაფე რომელმან დასწერა ესე არის რომელმან დასწერა ესე აი სახარება ეს მისი დაწერილია და რომელიც წამებს ნუ პირველი დადასტურება, ანუ გაიგივება იოანეს სახარების, ეს თავისთავად იოანეს სახარებას ჩვენ ვეძახით დღეს თორე მან კი დაწერა ეს, მაგრამ ის რომ ის საკუთარ თავზე წერდა და ის რომ იყო სახარების ავტორი, ეს არ იყო ცხადი. ეს არ არის სახარებაში არსად არ ხო გეუბნით სახელით არ არის ნახსენები და ამიტომ ესე იგი ჭირდებოდა იდენტიფიცირება და პირველი ვინც ამის იდენტიფიცირება მოახდინა ეს იყო ირინეოს ლიონელი. მე ხა ძალიან მშრალად ჩამოგითვლით ამ ფაქტებს. და კიდევ არის ერთი მომენტი, რომელიც ესე პირდაპირ არ არის ნახსენები არსად. ისევ იდენტიფიცირებაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ სახარებისეული ამბებიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა გითხრათ ახლა, რომ ესე იგი როდესაც მოინათლა ქრისტე იონე ნათლისმცემელმა რომ მონათლა წყლიდან რომ ამოვიდა და რომ წამოვიდა
წავიდა იესო იქ, სადაც ღამეს ათევდა ხოლმე უდაბნოში და იოანემ ნათლისმცემელმა გააყოლა ორი ადამიანი, ორი მოწაფე. ერთ-ერთზე წერია ვინც იყო, ეს იყო ანდრია მოციქული. აი მეორეზე არ წერია, მაგრამ სახარებისეული ამბებიდან გამომდინარეობს, რომ ეს იყო იოანე ღვთისმეტყველი. მოკლედ პირველი ვინც გააყოლა ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი, იოანე ნათლისმცემელმა უკვე. ეხლა აქ რა არის ძალიან საინტერესო, ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ესე იგი ქრისტეს პირველი გაცნობა აი ვინც მერე ყველას მოუყვა და რაღაც აი ვინ არის მოვიდა კი იოანე ამბობს და მონათლავს და ამბობს რომ აჰა ტარიგი ღვთისა მაგრამ აი პირველი პერსონალური კონტაქტი ქრისტესთან არის სწორედ ანდრია და აი იოანე ღვთისმეტყველი სრულიად ახალგაზრდა მაშინ ბავშვი ლამის რა სრულიად ახალგაზრდა ესე იგი აი ეს ორი ადამიანი იქნა გამორჩეული და რომ გაყვნენ მთელი ღამე გაატარეს აი საუბარში და ქრისტემ მაშინ გააცნო აი თავისი მოკლედ რა ვიცი თავისი დამოკიდებულება თუ ვინ იყო მოკლედ მაშინ განუცხადა ამას. ოღონდ აქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ რომ რამდენი რამე მოასწრო იოანე ღვთისმეტყველმა თავის ცხოვრებაში. იმაზე აღარა მაქვს ლაპარაკი, რომ მერე რამდენი იცხოვრა ქრისტეს მერე და რომ ესე იგი 100 წელს მე-100 წელს გარდაიცვალა ქრისტეს შობიდან, 63 წელი იცხოვრა, 63 წელი იცხოვრა ქრისტეს შემდეგ, ყველაზე დიდხანს მანი ცოცხლა მოციქულებს შორის. გონი იმიტომაც რომ ყველაზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ არა მარტო, იმიტომ რომ ყოველშვები მოწამეობრივად აღესრულენ, ამან ბევრი მოწამეობრივად ბევრჯერ აღესრულა არ მოკვდა უბრალოდ მერთმა გადაარჩინა თორე ისე ბევრჯერ თავის საკუთარი თავი ბევრჯერ გაიმეტა მაგრამ აი ესე დიდხანს იცოცხლა მაგრამ მარტო ამიტომ არ ვიძახი რომ მოასწრო ნახეთ სრულიად ახალგაზრდა ალბათ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იქნებოდა როდესაც ისეთი ნუ აი ეს ღვთისმეტყველიც რო ეწოდა ხო გონება აქვს რაღაცნაირი გამომეძიებელი და ისეთი ცხოვრება ქონდა, რომ ეს პატარა გახდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე წარმოიდგინეთ. ესე იგი, იესოს გააყოლა ნათლისმცემელმა თავის მოწაფეები და მათ შორის იყო ეს პატარა ბავშვი, რომელიც სადღაც ალბათ 17-18 წლის ხო დაახლოებით. იესო რო გაიცნო მაშინ და იოანესთან კიდევ უფრო ადრე ხო მივიდა ხა ვერავინ ვერ გვეტყვის ჩვენ ამას რამდენი წელი გაატარა იოანე ნათლისმცემელთან, მაგრამ რამდენიმე წელი რო გაატარა ცხადია, იმიტომ რომ ძალიან ესე იგი ფაქტიურად პირველ რიგში აი ესენი გაუშვა იოანე ნათლისმცემელმა ქრისტესთან. აი ასე რომ ესეც იქიდან დასტურდება, ესე იგი დასტურდება რომ ეს იყო იოანეს სახარებაში არის აღწერილი. შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცები. თუ ესე იგი ჩვენ დაუშვებთ კი არა ნამდვილად ასე უბრალოდ ხოლმე იქ არ წერია თორე გასაგებია იდენტიფიცირებულია იოანეს დაწერილია სახარება და აქედან რა გამომდინარეობს ნახეთ. აქედან გამომდინარეობს რომ გამოდის რომ იოანე ღვთისმეტყველი ესე იგი სხვა მოწაფეებთან ერთად აღწერილიც არის და სხვათა შორის მე გაჩვენებთ იკონოგრაფიას იკონოგრაფიულადაც აი ბევრ ადგილზე ჩანს ძალიან სადაც არ წერია თვითონ პერსონალი მაგალითად ყანას გალილეაში რომ ქრისტეს სასწაული მოახდინა რა თქმა უნდა ის იყო იქ ასევე რა თქმა უნდა კაპერნაუმში რო წამოვიდა ყანას გალილეაში მომხდარი სასწაულის შემდეგ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ეს არის ქოზას და იოანას მენელსაცხებლე დედიშვილი რო განკურნა იქ აღწერილი არის სახარებაში ეს ამბავი ოღონდ არ არის სახელებით ესენი ნახსენები შემდეგ პირველი პასექის დღესასწაულზე ეს მეორე თავში არის აღწერილი იერუსალიმში იმყოფებოდა იესოსთან ერთად შემდეგ ესწრებოდა ესე უпроსოდ კი არ ესწრებოდა აი ნიკოდიმოსთან საუბარი არის აღწერილი იესო ქრისტესი სულისგან ესე იგი შობაზე და შემდეგ სამარიაში წავიდა იესო და აი აქაც იესოსთან იყო ნიკოდიმოსთან საუბრის დროს და შემდეგ სამარიაში წავიდა შემდეგ კაპერნაუმში იქადაგა ქრისტემ იქ ესწრებოდა შემდეგ ესწრებოდა შობით გამბრმის განკურნებას იქ იყო მაშინ იესოსთან შემდეგ ბეთლემში როდესაც ბრუნდებოდა ქრისტე ლაზარეს სანამ აღადგინდა ლაზარე ხუნა აღედგინა და
აი აქ მასთან ერთად მოგზაურობდა. ეს ამბები კი არის აღწერილი, მაგრამ აი ესეთი პირდაპირ მინიშნება, როგორც მოგახსენეთ, პერსონალური მინიშნებები არ არის. შემდეგ ქადაგება ქალაქ ეფრაიმში იესოს აღწერილია სახარებაში, ეს არის მე-11 თავის მე-17 მუხლები და მე-11 თავის 54 მუხლი არის აღწერილი, როგორ დაბანა ქრისტემ თავის მოწაფეებს ფეხები და მათ შორის იყო იოანე და შემდეგ როდესაც გამოეცხადა მოწაფეებს პირველად აღდგომის საღამოს და შემდეგ ერთი კვირის მერე როდესაც თომა უკვე მათთან ერთად იყო, ორივე შემთხვევაში იყო და შემდეგ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ეს არის მეოთხე თავის პირველი მეორე მუხლები, როდესაც იოანე პირველად ამბობს, ესე იგი ქრისტეზე, რომ იესოს მოწაფეებმა დაიწყეს ნათლობები და რომ თვითონაც უკვე ნათლავდნენ ადამიანებს. ეს არის სახარებაში, სადაც არის მოხსენებული და შემდეგ სახარებაში კი არა, 4 თავში. ანუ პირველი 3 სახარება, იოანეს სახარება, ახლა გადავდივართ ახალი აღთქმის სხვა წიგნებში, სად არის ნახსენები იოანე ღვთისმეტყველი და პირველ რიგში ეს არის საქმე მოციქულთა, ეს არის როდესაც სულთმოფენობისას სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა, იქ იყო ესწრებოდა, ეს არის მოციქულთა საქმე, თავი პირველი მე-13 მუხლი და შემდეგ აქ არის ნახსენები, როგორც აქ პირიქით არის ნახსენები იაკობი როგორც ძმა იოანესი. საერთოდ ყოველთვის ესე იყო, რომ იოანე იყო იაკობის ძმა და ეხლა აქ უკვე ნახსენებია უკვე ჯვარცმის მერე უკვე რომ იაკობი გახდა იოანეს ძმა. შემდეგ მე-12 თავში არის ესე იგი ხო ეს აქ არის ნახსენები მე-12 თავში როგორც ძმა იაკობი იოანეს ძმა. შემდეგ მესამე თავში არის რომ პეტრესთან ერთად ესწრებოდა, პეტრესთან ერთად მოახდინა სასწაული, როდესაც კოჭლი განიკურნა. შემდეგ მე-4 თავში არის რომ პეტრეს და იოანეს საერთოდ ხშირად იყვნენ ძალიან ერთად პეტრე და იოანე და მათი გაბედული ქადაგების შედეგად უამრავი ადამიანი მოექცა. შემდეგ მე-4 თავის მე-15-23 მუხლში არის აღწერილი, როგორ დააპატიმრეს პეტრესთან ერთად და სინედრიონის წევრებმა დააკითხეს და აუგზალეს საერთოდ ქრისტეს სახელის ხსენება და მაგრამ იძულებული გახდნენ გაეშვათ. შემდეგ მოციქულთა საქმის მე-5 თავში არის რომ სწორედ სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, იქ არ არის ზუსტად, რომ სწორედ პეტრე და იოანე იყვნენ, რომლებიც ციხიდან ანგელოზმა გაათავისუფლა. პეტრე და იოანე იყვნენ მაშინ ერთად. და ბოლოს მე-8 თავში არის საქმე მოციქულთაში, ესე როდესაც პეტრესთან ერთად იყო მაშინაც იოანე, როდესაც მათ შეხვდათ სვიმეონ მოგვი, ეს არის რაღაცა ესეთი ნეგატიური, მაგრამ დიდი როლი შეასრულა ისტორიაში. შესთავაზა მოციქულებს ფული ხელდასხმის სანაცვლოდ, ანუ მადლის ყიდვა უნდოდა და ამ მოვლენას, ესე იგი, აი ფულის აღებას სამღვდელო მოქმედებაში, ანუ მაგალითად ადამიანის მდლად კურთხევაში თუ ფულს აიღებ და იმიტომ აკურთხებ, აი ამ მოვლენას ეწოდა სიმონია. მადლის რაც არ იყიდება, ამის ყიდვის თუ გაყიდვის უცდელობა, ეს არის სიმონია და ეს არის ძალიან მძიმე საეკლესიო დანაშაული ეს სიმონია. შემდეგ ეპისტოლეებში არის ნახსენები, პავლე მოციქულთან მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლის მეორე თავი და იქ არის ნახსენები სამი სვეტი ეკლესიისა, პავლეს ესე აქვს ნახსენები, ეს არის იაკობი, კეფა, ანუ პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი.
ასევე პავლეს მოყოლილი აქვს ესეთი რამ, რომ როდესაც პავლეს ამბავი თქვენ იცით, რომ თავიდან ეჭვის თვალეთ უყურებდნენ მოწაფეები, იმიტომ რომ თავიდან დევნელი იყო, მერე მოექცა და ყველას არ ჯეროდა და როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა, ესე უწერია, რომ მარჯვენა გამომიწოდესო და მაშინ იერუსალიმში სწორედ იოანე და პეტრე იყვნენ, რამაც ფაქტიურად განამტკიცა პავლეს ავტორიტეტი, რომ აი პეტრემ და იოანემ ცნეს როგორც მოციქული. აი ეს არის მათთან დაკავშირებული. შემდეგ გადმოცემა არის ასეთი, რომ პატმოსის კუნძულზე, ესე იგი, იყო გამოცხადება ქონდა, ის გამოცხადებაში არის აღწერილი, თვითონ უკვე ბოლოს სახარება ეს ბოლო წიგნი არის გამოცხადება და იქ ნათქვამია, რომ კუნძულ პატმოსზე იყო გამოცხადება და აქაც პირდაპირ არ აქვს ნათქვამი ისევ თავის თავმდაბლობის გამო, რომ ეს თვითონ არის, მაგრამ იდენტიფიცირება ხდება, რომ პატმოსზე სწორედ იოანე იყო გადასახლებული, რომ გამოცხადება არის სწორედ იოანეს გამოცხადება. ოღონდ ეს ხო გეუბნებით, იქ არ წერია, მაგრამ იდენტიფიცირება ხდება. ეხლა უნდა მოგიყვეთ ადრე ქრისტიანულმა, ესე იგი, ანუ ეს მოციქულთა მოწაფეები, ანუ ეგრეთ წოდებული აპოსტოლური მამები, მოციქულებრივი, თუ რა ვიცი როგორ ქვია, მოციქულებრივი მამები, მოციქულთა მოწაფეები, უშუალოდ მოციქულთა მოწაფეები, როგორ არის მათ როგორ აქვთ ნახსენები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი არის კლიმენტე ალექსანდრიელი, იხსენიებს კლიმენტე ალექსანდრიელი გვიან იყო ცოტა, მაგრამ იხსენიებს, ესე იგი, რომ ქრისტე ესე ამბობს, რომ ქრისტემ, ანუ ადრე ქრისტიანის აპოსტოლურ მამებსაც აქვთ, მაგრამ მოგახსენეთ, მაგრამ ანუ ადრე ქრისტიანული ტრადიცია, იოანე ღვთისმეტყველის შესახებ, ალექსანდრიელი ამბობს, რომ ქრისტემ მონათლა მხოლოდ პეტრე მონათრა ანდრია და ანდრიამ იაკობი და იოანე და იაკობმა და იოანემ მონათლეს ყველა დანარჩენი. და ასევე გადმოცემა არის ესეთი, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მონათლეს პეტრემ და იოანემ. შემდეგ ისევ კილილი ალექსანდრიელი წერს, ოღონდ ევსევი კესარიელი, ეს არის ძალიან ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და ევსევის ფაქტობრივად ევსევის წყაროებში არის, აი ევსევის აქვს ბევრი რამ იოანე ღვთისმეტყველზე. შემდეგ ესე იგი ეს რამე უწერია ევსევიზე დაყრდნობით. ნახე, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული პატივით არის ქრისტესგან თვითონ ქრისტეს მიერ პეტრე, იაკობი და იოანე განსაკუთრებულად თვითონ გამოარჩია ეს მოწაფეები, ნახეთ აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. თვითონ ესენი მერე უკვე ძალიან თავმდაბლები იყვნენ ყველანი და ნახეთ იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, ვინც უნდა ყოფილიყო, ესენი ამათმა უართქვეს. ესენი არ იყვნენ და გამოირჩიეს იაკობი ხორცელად ძმაუფლისა. შემდეგ ესე იგი ესეთი რამე უწერია ამ ევსევის, რომ სწორედ იაკობს და იოანეს და პეტრეს აღდგომის შემდეგ უფალი განსაკუთრებულად, ესე იგი, აი მათ გადასცემდა ამ მთავარ ცოდნას, რომელიც შემდეგ ამათმა გაუზიარეს სხვა მოციქულებს და მოციქულებმა უკვე 70 მოციქულს. შემდეგ ორიგენს აქვს ძალიან საინტერესო, ეს არის ძველი აღთქმის კომენტარები აქვს, ძალიან საინტერესო კომენტარები და იქ უწერია, ისევ ევსევი ყვება, რომ ორიგენს აქვს ნახსენები, რომ წილის ყრით თომა მოციქულს პართია ერგო, ნუ ის რომ ინდოეთში მოგვიანდი ტრადიცია უფრო, ანდრეას კვითები, ხოლო იოანე ღვთისმეტყველს ასია ეს არის აი დღევანდელი ეფესო, დღევანდელი იეროპოლისი, აი დღევანდელი კი არა. ნუ ეს მხარე არის, აქ ეს არის სწორედ ის მხარე, სადაც მე მოგზაურე და ეფესო ვნახე, აი ეს იეროპოლისი, რომელიც არის დენიზლი, დღეს ესე ქვია ქალაქი დენიზლის ახლოს არის იეროპოლისი, ლაოდიკია, კოლასელთან მართ ეპისტოლე რო არის კოლოსა, იგივე ხონა, რომელშიც მთავარ ანგელოზ მიქაელმა სასწაული მოახდინა. მოკლედ აქ ვიყავი სამოგზაუროდ და ნუ ძირითადად ეხა დღეს გაჩვენებთ მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველის საფლავს, თორე დანარჩენი აქ ძალიან აი ამ მხარეში ქადაგებდა ისტორიული ფრიგია იყო ეს, მოკლედ ასია ერქვა ამას და ამ ასიაში ქადაგებდა იოანე ღვთისმეტყველს, ეს ერგო და ეს ორიგენსა აქვს, ესე იგი ეს გადმოცემა
იოანე ღვთისმეტყველზე. შემდეგ ევსევი, ესე იგი იმოწმებს ამ შემთხვევაში ევსევი ჯერთ ხო გითხართ, ევსევი კესარელის მონათხრობია ძირითადად ეს ყველაფერი და ორიგენს იმოწმებს ამაში, როს ვისაც შეხვდა ქადაგება და პოლიკარპე, არაუფროსეთი პოლიკარპე შეცდომით არის, მე გვიან გაირკვევა, რომ თურმე პოლიკარპეს მინელს კი არ იმოწმებს, იმოწმებს პოლიკრატე ეფესის ეპისკოპოს ეფესოს, რომ ესე იგი ეს იოანე ღვთისმეტყველი ატარებდა რაღაც განსაკუთრებულ თავსაბურავს ამ ესე იგი ეფესოში როდესაც მსახურობდა, რომელიც გავდა ებრაელი მღვდელმთავრების თავსაბურავს. ნუ აი რაღაცას მიტრის მსგავს მოკლედ. და შემდეგ უწერია ესეთი რამე, რომ ეს უწერია, რომ დომიციანეს დროს, იმპერატორ დომიციანემ გადაასახლა პატმოსზე, ეს პირველად უწერია სწორედ აი ევსევის ამ პოლიკრატეს ეპისტოლეზე დაყრდნობით და შემდეგ მისადაც მოხდა გამოცხადება და შემდეგ ნერვი, ანუ მაგას მოგახსენებთ ცოტა გვიან ირინეუს ლიონელს აქ არა მოგიყვებით ამას ვისაც აქ უფრო დაწვრილებით არის ამ დომიციანეს და ესე იგი ამ გადასახლება 96 წელია ესა ქრისტეს შობიდან, როდესაც იგი გადაასახლეს და შემდეგ ამ დაბრუნდა უკან პატმოსიდან, შემდეგ ისევ იყო ეფესოში. შემდეგ ირინეუს ლიონელს უწერია, რომ იმპერატორი ტრაიანეს დროს მოხდა, ესე იგი იმპერატორ ტრაიანეს გარდაიცვალა, მაგრამ ესეთი რამ უწერია, რომ ისევ ეფესოში დაბრუნდა ეს ირინეუს ლიონელს აქ აღწერილი. მოკლედ ახლა მე თქვენ გიყვებით იმას, რაც ყველამ ვიცით, ნუ ვინც ჩახედული არის ამ მოპებში, მაგრამ მე გიყვებით საიდან ვიცით ეს. ანუ ის რომ პატმოსიდან ისევ დაბრუნდა ეფესოში, ეს უწერია ირინეუს ლიონელს და იქ კერინთი იყო, ესეთი კერინთი ერეტიკოსი და ესეთი რამ აქ აღწერილი, რომ აბანოში დაინახა უცებ და გამოვარდა იოანე ღვთისმეტყველი და დაინგრევა ეს აბანო, ისეთი ცუდი კაცი არის შემოსული. შემდეგ მისი მოწაფეები, მე უკვე მოწაფეებზე არის ძალიან საინტერესო, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე ეფესოში გახდა პოლიკარპე სმირნელი და ასევე მისი მოწაფე იყო ეგნატე ღმერთშემოსილი. შემდეგ მოთხრობილი არის, ესე იგი აი ამათ მოუყვა იოანე ღვთისმეტყველმა, ამათ მოუყვა ქრისტეს საუბარი. ესეთი სიტყვები არ არის სახარებიდან ეს ცნობილი, რომ მოვა დღე, როდესაც ვაზი, ანუ ვენახი გაიზრდება, ამ ვენახში თითოში იქნება 10,000 ვაზი, ქრისტეს სიტყვები აქვს იოანე ღვთისმეტყველს გადმოცემული, რომელსაც ირინეუს ლიონელი ამოწმებს. და თითოეულ ვაზს აქედან ექნება 10,000 რტო და თითოეულ რტოს ექნება ესე იგი 10,000 მტევანი და შემდეგ თითოეულ ამ მტევანზე იქნება 10,000 მარცვალი და ამ თითოეული მარცვლიდან გამოიწურება ესე იგი 25 ლიტრი ალბათ ჩვენ საზომზე რო გადავიყვანოთ ღვინო და თუ რომელიმე ერთი ადამიანი ესე იგი მოკიდებს რომელიმე წმინდანი ერთ მტევანს ხელს, მეორე მტევანი ესეთ რამეს ეტყვის, რომ მე უფრო კარგი მტევანი ვარ, მე მომკიდე, მე დამწურე და აკურთხე უფალი ჩემით. აი ესეთი სიტყვები. ასევე იქნება მარცვლები, ესე იგი რომ 10,000 იქნება თითოეული პურის მარცვალი 10,000 ღერო თქვათ ხორბლის თავთავს აღმოაცენებს და თითოეულ თავთავში იქნება 10,000 მარცვალი და აქედან გამოვა
10 ფუნტი, ანუ ეს არის რაღაც ბევრი, ეხლა ვერ გადაგიყვანთ უცებესე არ მახსოვს და შემდეგ ასევე იქნება ყველა მცენარე. აი ასეთი რამ იქნება ესე იგი დედამიწაზე, როდესაც დამყარდება ეს მშვიდობა. და ეს მთელი სამყარო ისე როგორც ადამს ემორჩილებოდა 60-ში, ესე დაემორჩილება ადამიანებს. ისევ კლიმენტე ალექსანდრიელს დაუბრუნდეთ, როდესაც დაბრუნდა ეფესოში, მან ესე იგი პატმოსის შემდეგ ისევ დაიწყო ქადაგება და დააფუძნა ეკლესიები ეფესოს გარშემო და ასევე ეფესოში ესეთი ამბავი აქვს აღწერილი, რომ ვიღაც ჭაბუკი, რომელიც იყო ქრისტიანი, მერე გახდა ყაჩაღი, ეს მოაბრუნა და დაუბრუნა ეკლესიას. აპოლონიოს ეფესელი იყო მეორე-მესამე საუკუნის ავტორი და ასევე ევსევი კესარელი გადმოსცემს, რომ ეფესოში მკვდარი გააცოცხლა. მოკლედ, აი რაც არის ნათქვამი, ყველაფერს ჩამოგითვლით და შემდეგ ასევე მისი იოანე ღვთისმეტყველის ეფესოში ყოფნა ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეებში არის ნახსენები. შემდეგ ესე იგი ევსევის უწერია, რომ ბევრჯერ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მის გარშემო იკრიბებოდნენ ეპისკოპოსები და ადამიანები, ვისაც აინტერესებდა და ფაქტობრივად მათი თხოვნით მოხდა უკვე ეფესოში გამოცხადების დაწერის შემდეგ ეფესოში დაიწერა, ბოლოს დაიწერა იოანეს სახარება. შემდეგ კლიმენტე ალექსანდრიელი წერს, რომ სწორედ მან ბოლო სახარება დაწერა, იმ ბოლო სახარება, რომელიც არის სულიერი, ესე იგი სულიერი საქმეები იესოსი. განსხვავებით პირველი 3 სინოპტიკური სახარებიდან, სადაც იესოს მიწერი ამ ქვეყნიური ცხოვრება და საქმეები არის აღწერილი. ის რომ სახარება დაიწერა ეფესოში, უწერია ირინეუს ლიონელს და შემდეგ კიდევ ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ, არსებობს ესე იგი მურატორის კანონი, ესე ქვია, მურატორის კანონი. ეს არის ლაპარაკი ლუდოვიკო ანტონიო მურატორი მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა, მოძღვარი და უდიდესი ისტორიკოსი, ისტორიოგრაფიაში მუშაობდა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელი იყო. ეს იყო ესტეს ბიბლიოთეკა და ამბროზის, ანუ ამბროსი მედილანელის სახელობის და ასე იგი რატო არის ახლა ეს კაცი მნიშვნელოვანი? მან აღმოაჩინა პირველმა ეგრეთ წოდებული, ეხლა ესე ქვია მურატორის, მისი სახელი ეწოდა კანონი. ეს არის მე-7 საუკუნის ძეგლია, მე-7 საუკუნის. ეს არის უძველესი, ეს არის ბერძნულიდან ლათინურად ნათარგმნი, ოღონდ უძველესი, ყველაზე ადრინდელი ნუსხა სახარებისეული წიგნების და აი აქედან ვიცით კიდევ ბევრი რამე აი ნუსხაში და ამ შესავალებში, პროლოგებში წერია. ესე იგი ეს არის ფაქტიურად სახარების უძველესი ნუსხა და მისი აღწერილობა. აი ეს არის ეგრეთ წოდებული მურატორის კანონი და ამ მურატორის კანონში წერია მაგალითად, რომ ესეთი რამ წერია, რომ ესე იგი გამოცხადება ქონდა ანდრია მოციქულს, რომ იოანემ ყველაფერი უნდა დაწეროს და სხვებმა ეს უნდა გადაამოწმონ. აი ესეთი უცნაური სიტყვები არის ამ მურატორის კანონში. შემდეგ აქ ამ მურატორის კანონში არის ჩამოთვლილი იოანე არა, სია არის ჩამოთვლილი. სხვადასხვა ხა აღარ ჩამოთვლის ზუსტად რა შედის ამაში. ძალიან საინტერესო წიგნია. მოკლედ ეს მურატორის კანონი შეგიძლიათ უძებნოთ, არსებობს მის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაცია. შემდეგ ეპიფანე მონაზონი, ესე ქვია, ბერი, რომ ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი ერთად ქადაგებდნენ ეფესოში. შემდეგ უნდა მოგიყვეთ ახლა გნოსტიკური გადმოცემები, თავისთავად ესეც ინფორმაციულია და საინტერესოა და ეს არის აპოკრიფები, აპოკრიფი იოანეს ესე ქვია, რომელსაც ირინეუს ლიონელი სხვათა შორის იყენებდა და შემდეგ არის კიდევ ესეთი წიგნი 12 მოციქულის საქმენი, ესე ქვია. ეს არ არის ამ შემთხვევაში აპოკრიფი არ ნიშნავს სუდს და ეს არ არის შეგნებულად და ბოროტად დამახინჯებული სახარება. უბრალოდ აქ ლაპარაკია გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობილი უცნობი ამბები.
პირველი ესე იგი ეს არის რომ ეფესოში ესე იგი იოანე ღვთისმეტყველმა დაბრუნების შემდეგ იმოგზაურა მილეტი, სმირნა დღეს იზმირი ესე ქვია, ლაოდიკია რომელიც იქვე არის იეროპოლისთან და ესეთი ამბავია მოთხრობილი რომ განკურნა და მოაქცია კლეოპატრა ქალბატონი ვინმე და მისი მეუღლე ლიკომედი და ეს იმდენად იმოქმედა მათზე რომ ლიკომედმა აქ არის აღწერილი ამ გნოსტიკურ სახარებაში კი არა გნოსტიკურ აპოკრიფულ ესე იგი იოანეს აპოკრიფში რომ ლიკომედმა შეუკვეთა მისი ხატი ნახატი რომელზეც ლოცულობდა და იოანე ღვთისმეტყველმა უთხრა რომ ფიზიკურ პორტრეტზე კი არ უნდა ილოცო, სულიერ პორტრეტზე უნდა ილოცო, ესეთი ამბავია. მოკლედ თქვენ გიყვებით რა იმ პირველ ხანებში რა არის ცნობილი იოანეს შესახებ. შემდეგ არტემიდას ტაძრის ქურუმი განკურნა და ესე იგი ანტიპატრის შვილი იყო ეს ქურუმი, ანტიპატრის და ასევე კიდევ აღწერილი არის კალიმახი იყო ქალი, კაცი იყო რომელსაც უყვარდა ქალწული დრუზიანა შეყვარებული იყო მოკლედ და ისე მოხდა რომ ესენი ორივენი გარდაიცვალენ და იოანე ღვთისმეტყველმა ისინი აღადგინა და დამთავრდა ყველაფერი იმითი რომ ესენი გახდნენ ესე იგი ღრმად მორწმუნე ადამიანები და უკვე როგორც მონაზვნები ისე ცხოვრობდნენ. შემდეგ აქ არის ნახსენები სწორედ აი ამ იოანეს საქმენი ესე ქვია აქ არის პირველად ნახსენები რომ 70-თაგანი მოციქული ესე იგი ხო ნუ აქ არის აღწერილი რომ ეს უბრალოდ სხვანაირად მინდოდა მეთქვა რომ ეს იოანეს საქმენი მიეწერება პროხორეს. პროხორე ნახსენები ყავს იოანე ღვთისმეტყველს გამოცხადებაში და აი ეს პროხორეს მიეწერება საქმენი იოანესნი და კიდევ არის დამატებული მასალები და არსებობს კიდევ ერთი აპოკრიფე არსებობს საქმენი იოანესნი რომში და აქ არის აღწერილი როგორ იქნა გამოძახებული იოანე ღვთისმეტყველი რომში, როგორ გამოიძახა დომიციანე იმპერატორმა, როგორ ჩააგდო საპყრობილეში, როგორ დააკითხა და როგორ გადაასახლა ესე იგი პატმოსზე და პროხორეს წილად ხვდა კენჭისყრით რომ უნდა გაყოლოდა იოანე ღვთისმეტყველს და შემდეგ არის აღწერილი რომ როდესაც ასიაში მიემგზავრებოდნენ რომ გემი დაიმსხვრა, დაიღუპა ეს გემი და დააბრალეს. ასე იგი დააბრალეს ეს პროხორეს ჯადოქრობა, გაასამართლეს, მაგრამ შემდეგ ესე იგი გამართლდა ესა და შემდეგ იგი შეხვდა გადასასწაულებრივად გადარჩენილ იოანე ღვთისმეტყველს, რომელიც გამოისროლა მარმარი არის ესეთი ადგილი მარმარილოს ზღვასთან იქვეა ესეც რომელიც გამოისროლა ზღვიდან ესე იგი ტალღებმა გამორიყეს იოანე ღვთისმეტყველი. შემდეგ იქ იმ მხარეში მართველი იყო ვინმე ქალი რომანა, საშინელი ქალი იყო ძალიან ესე იგი უმობელი და მართავდა დიოსკორიდის სახელით თავისი მეუღლის, ოღონდ ეს ქალი მართავდა და ესენი პროხორე და იოანე წაიყვანა თავისთან დაატყვევა და დააწყებინა აბანოში მუშაობა და ცემდა ესე იგი ცემდა იოანე ღვთისმეტყველს, ოღონდ ცემდა რომანა კი არა. ეშმაკი რომელიც რომანას სახეს იღებდა. იოანემ კი იცოდა ეს ყველაფერი რა და როგორ იყო, მაგრამ აი რომანას სახით მოდიოდა, მე რომანამ ეს რო გაიგო, ესე იგი ძალიან შეწუხდა ამის გამო და გამოიყვანა, ესე იგი უთხრა რომ წასულიყვნენ აქედან
და შემდეგ უпростоრად იმ ეშმაკმა რომანა საკითხურად მოშორდით აქაურობასო და რომანამ არ გაუშვა არაფრით, შემდეგ თავის მონებად როგორც მონები ისე მიიღო თავისთან და შემდეგ ესე მოხდა რომ ამ დიოსკორიდის და რომანას შვილი დომნი დაიხჭო ამ აბანოში. იოანე ღვთისმეტყველმა აღადგინა, ეს ეშმაკი განაძევა და ეს ამ აპოკრიფში არის ეს აღწერილი და შემდეგ ესენი მოექცნენ ყველანი და გახდნენ ესე იგი ქრისტიანები. ამის შემდეგ კიდე არის ესე იგი ფილიპეს საქმენი აპოკრიფი, სადაც მოხსენებულია კიდევ ერთხელ იოანე ღვთისმეტყველი და ბოლოს ფილიპეს ეხმარებოდა ესე იგი ეს სახარებაში არის აღწერილი უკვე სახარებაში როგორ ჩავიდა საქმე მოციქულთაში ფილიპესთან იოანე ღვთისმეტყველი და იქ ესე იგი ასევე ბართლომე ასევე ფილიპეს და მარიამნა იყვნენ და როგორ ესე იგი შემუსრეს იქ როგორ შემუსრეს კერპი გველი ცხოვრობდა იეროპოლისში და მოკლედ ამ გველს აუშენეს ტაძარიდან მოკლედ ეს გველი როგორ გააწევეს. შემდეგი რაც არის საინტერესო, ესე იგი იოანე ღვთისმეტყველის აი მურატორის კანონში არის და ასევე ეპიფანე ბერსა აქვს დამოწმებული რომ ესე იგი იოანე ღვთისმეტყველსა და ანდრიას შორის იყო განსაკუთრებული კავშირი. მე მაინც მოგიყვებით ბოლომდე, იმიტომ რომ ცოტა შეიძლება გადაიღალეთ ესე აი დეტალებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თვითონ იოანე ღვთისმეტყველის პიროვნების წამოსაჩენად. შემდეგ ესე იგი გრიგოლ ტურელს აქვს აღწერილი წიგნი, ესე იგი ესე აქვს დაწერილი აქვს ანდრიას სასწაულების შესახებ წიგნი გრიგოლ ტურელს მე-6 საუკუნის მამა იყო და ისტორიკოსი და ესეთი რამე უწერია იქა როგორც ანდრიას მონათხრობე, როგორც ანდრიას გამოცხადება, რომ ესე იგი დაინახა ანდრია ყვება, რომ დავინახე მაღალი მთა და სადაც ესე იგი სინათლე, რომელიც სოფლიოს ანათებდა და იოანემ გაუწოდა ხელი პეტრეს და პეტრე აიყვანა ამ მთაზე იოანემ. თვითონ იოანეს როლზეა ეხა აქ ლაპარაკი და ამის შემდეგ მოუტრიალდა ანდრიას და ეუბნება, რომ შესვა ამ სასუმელს, რომელიც პეტრემ შესვა და ესე იგი ანუ შესვიეს სასუმელი ესე უთხრა და მოკიდა ხელი და ესეც აიყვანა ესე იგი და აიყვანა ამ მთაზე და უთხრა, რომ გინდა იცოდი ამ საგნის, აი ამ ამბის მნიშვნელობა, რასაც ხედავ ეხლა. ამან უთხრა მინდა დიახ, რომ ესე იგი ეს არის ის რომ ესე იგი რას ეუბნება რომ პეტრეს სასმელი უნდა შესვას რომ მალე გაგაკრავენ ჯვარზე იმის სახელით ვისაც ქადაგებ ესე უთხრა და კიდევ ბევრი რამე მითხრა ანდრიას მონათხრობი არის რომელსაც გადმოგცემს გრიგოლ ტურელი კიდევ ბევრი რამე რომელსაც ეხლა არ ღირს საუბარი მაგრამ მოადროდა ყველაფერს კეთით ესე მთავრდება და შემდეგ უბრალოდ ჩამოგითვლით რომ ინტერესისთვის რა ესე იგი ეს ხო გითხარით არსებობს ბოროტე აპოკრიფები რაღაც ცუდად დამახინჯებული მაგრამ არსებობს შეწყნარებული აპოკრიფები და რამდენი ასეთი წიგნი არსებობს ნახეთ ეს არის ბართლომეს კითხვები იოანეს საქმენი ლეგენდა სიმონსა და თეონიაზე ტიტეს მოციქული ტიტეს მიერ დაწერილი ეპისტოლე ეზდრას გამოცხადება სადაც უფალე ეუბნება ეზრა ესე იგი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველია და იმას ეუბნება უფალე ამ გამოცხადებაში წერია აპოკრიფში რომ მინდა ისე იყო როგორც პავლე და იოანე თომა მოციქულის საქმენი მოციქულთა ეპისტოლე ბართლომეს აღდგომის წიგნი ბართლომეს კუტრეთით აღდგომის წიგნი და სახარება ღვთისმშობლისშობისა და იესოს ბავშვობის შესახებ და ადაი ეს არის სირიული ტრადიციით 72 მოციქულიდან ერთ-ერთი აი ამ ადაის სწავლებანი
აი ეს არის აპოკრიფები, ჩამოგითვალეთ უბრალოდ. ეხლა უნდა მოგიყვეთ დასავლეთში, ლათინურ დასავლეთში, როგორ იხსენებენ იოანე ღვთისმეტყველს, ესე იგი პირველად მოხსენებული ყავს ტერტულიანეს და ამბობს რომ ასიაში სხვადასხვა ბევრი ეკლესია დაარსა და შემდეგ პოლიკარპე სმირნელი დანიშნა აკურთხა ეპისკოპოსად და შემდეგ რომში სანამ გადაასახლებდნენ ჩააგდეს ქვაბში ეს უწერია ტერტულიანეს დუღარე ზეთიან ქვაბში და არაფერი ეუნა მას და შემდეგ გადაასახლეს პატმოსზე. შემდეგ ვიქტორინ პეტავიელი 304 წელსში აღესრულა. შემდეგ პირველად ეს ამბობს, პირველად ეს ახსენებს, რომ იოანე ღვთისმეტყველის სიმბოლო ეს არის არწივი და რომ ეს არის განმდინარე მისი სახარების სტილიდან, რომ ეს არის არწივის გაფრენის მსგავსი ეს სახარება, ესე უწერია ვიქტორინ პეტავიელს, ასევე ამბობს, რომ ესე იგი პირველი ეს იხსენიებს, რომ დომიციანე იყო იმპერატორი, ვინც პატმოსზე გადაასახლა და შემდეგ დომიციანეს შემდეგ იქნა გათავისუფლებული და შემდეგ იყო დაბრუნდა ეფესოში ვალენტინის, კვერინფის და ევიუნის არასწორი სწავლება იყო გავრცელებული და გარშემო პროვინციებიდან შეიკრიბენ იოანესთან სასულიერო პირები და თხოვეს რომ ემხილებინა ეს არასწორი სწავლება. შემდეგ არის კიდევ მეხუთე საუკუნეების რედაქციები, სახარების და პროლოგები შესავალი აქვს ამ სახარებებს და ამ პროლოგებში აწერია, ამ პროლოგებში არის რომ ასიაში გადაგებდა კიდევ ერთხელ და რომ ესე იგი სწორედ ასიელი მღვდლების და ეპისკოპოსების თხოვნით როგორც გამოცხადება დაწერა იოანე ღვთისმეტყველმა თხოვეს რომ ესე იგი დაეწერა სახარება და ესე იგი აი წერია ამ შესავალში რომ იოანე ღვთისმეტყველი ხო ასაკში იყო უკვე და ამ სახარებას ამბობდა, ყვებოდა და პაპიუს იეროპოლელი, ეს ცნობილი ძალიან მამა არის, აი ეს პაპიუსი, აი ეს რო ვთქვით რომ ახსენეთ აპოსტოლური მამების ერთ-ერთი პაპიუსია და ესე იგი ამას უწერია. კიდევ ერთი რამე წერია, რომ მას უნდოდა ცოლის მოყვანა იოანეს, ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ქრისტემ ამ 12-დან ერთადერთი ეს შეინარჩუნა როგორც ქალწული. ანუ როგორც ესე იგი მას არ ქონია ოჯახი არ ქონია არასოდეს. შემდეგ ის რომ სახარება პატმოსთან დაბრუნების შემდეგ არის დაწერილი და ბოლოს ესე რომ ეფესოში აღესრულა, ესეც ამ პროლოგებში წერია და ლოცვის დროს ჩავიდა, აი აქედან არის ეს გადმოცემა, რომ ამოთხრილ საფლავში ჩავიდა და ცოცხლად დააყარეს მიწა და ამის შემდეგ ის აღარავის არ უნახავს და კიდევ ესეთი რამე წერია, რომ მისთვის უცხო იყო მწუხარება, ისევე როგორც სხეულის ზიანის გამო დარდი. აი ასეთი რამ წერია. შემდეგ არის ესე იგი უფრო ზუსტად უწერია ეს მისი პატმოსზე გადასახლების და დაბრუნების შესახებ ყველაზე ზუსტად უწერია იერონიმეს ტრიდონას, ნეტარი იერონიმეს უწერია, რომ დომიციანემ გადაასახლა პატმოსზე, მაგრამ დომიციანეს ითვლებოდა, რომ ცუდი იმპერატორი იყო და ცუდი მანერები ჰქონდა, ესეთი ის იყო და ამიტომ დომიციანეს გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა ბრძანება შეიცვალა. დომიციანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა, აი როგორც თუ უკვე ვახსენე, ნერვა, ანუ ეს არის მარკუს კოქცეუს ნერვა. 82 წელი იყო ეს იმპერატორი, მაგრამ მოასწრო კარგი საქმის გაკეთება და იოანე დააბრუნა და შემდეგ დაბრუნების ესე იგი 72 წელს ქრისტეს ჯვარცმიდან, ეს არის მესამე წელი ტრაიანესი, ანუ 100 წელს ქრისტეს შობიდან მე-100 წელს გარდაიცვალა, ეს უწერია ნეტარ იერონიმეს მოკლედ. და მას აქვს ჩამოთვლილი იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეები, ვინ იყვნენ პოლიკარპე სმირნელი, ირინეუს ლიონელი, პაპიუს იეროპოლელი. შემდეგ
მას უწერია ესეთი რამ, ესე იგი მე რასაც გიყვებით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს ცნობილი აი იოანე ღვთისმეტყველის შესახებ რა შეიძლება მოვყვეთ, აი რასაც ახლა მე გიყვებით, თუმცა მე გეუბნებით საიდან, აი სწორედ იერონიმეს ტრიდონელს აქვს ის რომ ძალიან მოხუცებული იყო უკვე ბოლოს იმდენად რომ მოციქულების თავისი მოწაფეების გარეშე ტაძარშიც ვეღარ მიდიოდა, ვეღარ გადაადგილდებოდა, დახმარება ჭირდებოდა და ვეღარ ლაპარაკობდა, უკვე ძალიან უჭირდა ლაპარაკი და იმეორებდა მხოლოდ რომ ერთადერთ ფრაზა შვილებო გიყვარდეთ ერთმანეთი. და კიდეც გადმოცემა არსებობს რომ უკითხეს რომ რატო ამბობ ამას, რატო იმეორებს? იმიტომ რომ ამაში აი ამ სიტყვებში არის მთელი სახარება ჩადებული. ესე ამბობდა. შემდეგ ნეტარე ავგუსტინეს უწერია რომ მის მიერ დაწერილი სახარება გონებას ამტკიცებს და ხორციელი ბორკილებისგან ათავისუფლებს ადამიანს. და ის ამბობს რომ კერძ მიყრდნობა საიდუმლოსერობაზე ძალიან ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის არის, ეს არის განსაკუთრებული სულიერი კავშირის მიმანიშნებელი ქრისტესა და იოანე ღვთისმეტყველის შორის. რომ ნახეთ რას ამბობს კიდე ნეტარე ავგუსტინე, რომ ქრისტე არის წყარო, ანუ ეს რომელიც ამოხეთქა, ხო? აი ქრისტე არის ჭეშმარიტების წყარო და იოანე ღვთისმეტყველი არის ნაკადული, რომელიც ამ წყარო, რომელშიც ეს წყარო გადაიქცა, რომ გამოედინება იქიდან. კიდევ ესე იგი არწივის სიმბოლო, ეს რო არწივია, მე ხან გაჩვენებთ კიდევ ნახა იმაში ფოტოებში, არწივი რო არის მისი სიმბოლო, ეს ნეტარე ავგუსტინე ამბობს, რომ ესე იგი ამ სინოპტიკური სახარებებისგან განსხვავებით რომელშიც ქრისტეს ადამიანური ბუნება არის აღწერილი, იოანესთან აღწერილი არის ეს თქვით, მაგრამ ვიმეორებ, რომ ესე იგი ღვთაებრივი ბუნება. და ავგუსტინე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ ის ცოცხლად დაასაფლავეს და კიდევ ესეთი გადმოცემა არსებობდა, რომ მისი საფლავი მოძრაობს, რომ ის სუნთქავს საფლავში და დაიწევა მიწა და ამას ძალიან ესე იგი მოკლედ ესე კრიტიკულად უყურებდა ამ ამბავს ეს. საერთოდ ეს მინდა მოგახსენოთ, რომ ხა ვიტყვი ამას მივალ აქამდე ჯერ ესე იგი კიდევ სად არის მოხსენებული ეს მინდა გითხრათ და შემდეგ აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოს ერთიც მინდა დავამთავრო, ეს არის პირველ რიგში ხა ჯერ მინდა გითხრათ რომ მის მოხსენებულია უძველეს რედაქციაში აი ეს არის მიზეზი რატომაც ვიყავე მე ხა წასული, თუმცა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი ჩემი მოგზაურობის იყო მთავარანგელოზ მიქაელის მიერ მოხდენილი სასწაული ქონეხ, ანუ კოლოსაში, რომელსაც მე ქონა დაარქვეს გვიანებით და ხეროტოპი ესეც ქვია იმ ადგილს და აი აქ არის ამასთან დაკავშირებით უძველესი რედაქცია არის უძველესი რედაქციაში არის მოხსენებული იოანე ღვთისმეტყველი როგორ და როდესაც იოანე ღვთისმეტყველი ჩავიდა იეროპოლში რომ ფილიპეს დახმარებოდა ამ კერპის და შემოსვლაში შემდეგ ყველანი ერთად ესენი იყვნენ ამ კოლოსაში ჩამოსულები ესე იგი იოანე ღვთისმეტყველი ფილიპე ბართლომე და ფილიპეს და მარიამნა ესენი იყვნენ კოლოსაში ერთად და აი აქ წინასწარმეტყველება წარმოთქვა იოანე ღვთისმეტყველმა რომ აქ ამ ადგილას ამოხეთქა უბრალოდ ამ ადგილას მთავარანგელოზი მიქაელი უდიდეს სასწაულს მოახდენდა ესე თქვა და როცა ესენი წავიდნენ ამ ადგილიდან აი აქ ამოხეთქა წყარო და აქედან დაიწყო შემდეგ ამ ადგილის ამბები რომ ეს წყარო იყო სასწაულთ მოქმედი შემდეგ ეს ხა მე ამ წუთას აღარ მოვყვები ამას ერთ-ერთი იეროპოლიდან ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის ქალიშვილი განიკურნა ამ წყაროთ იმან მე დიდი ტაძარი ააშენა და მე იყო სწორედ ის რომ მიქაელ მთავარანგელოზმა ეს ტაძარი დანგრევას გადაარჩინა იმით რომ წყალი მიწა გახეთქა და წყალი ჩავიდა დიდი აღარ მოვყვები ხა ამას ეს მე მომიყოლია კიდევ სხვა შორის მაგრამ ეს სხვა დროს შემდეგ და ეხლა მინდა ორიოდე სიტყვის გითხრათ ესე იგი რა ტრადიციები არსებობს ბერძნულ ეკლესიაში ქართულ ეკლესიაში და რუსულ ეკლესიაში დღევანდელი დღე 26 სექტემბერი მოიხსენება როგორც მისი მიწიერი ცხოვრების დასრულების დღე ასევე მოიხსენება 8 მაისს ხა რა ხდება 8 მაისი საეკლესიო კალენდრით ხო
არის 21 მაისი, არის იოანე ღვთისმეტყველის ხსენება, ოღონდ აქ რა არის? ეს არის იოანეს აღსრულების მერე გამოჩენილი თარიღი და რითი რომ ამ დღეს იფარებოდა ეს საფლავი, სადაც იყო, იფარებოდა მტვერით. რაღაცა ძალიან ესეთი სამკურნალო მტვერი იყო, მთელი ქალაქი მოფენილი იყო ეს ეფესო ამ მტვერით და თან ეს მტვერი იყო ვარდისფერი. ოღონდ არ არის ზუსტად ცნობილი ეს იყო ვარდისფერი თვითონ მტვერი თუ ვარდების დღესასწაული იყო და იმიტომ ვარდისფერს იმიტომ ეწოდებენ. ბერძნულად ეს არის როზონ ეს არის ვარდი ბერძნულად, როზისმოსი ერქვა და ეს იყო, ესე იგი, აი როგორც მოგახსენეთ, აი ამ საფლავიდან ამოსული მტვერი და ასევე მოიხსენება კიდევ 30 ივნისს, ანუ 13 ივლისს ახალი კალენდრით, ეს არის 12 მოციქულის ხსენება. და აი ხა მინდა მთავარი რაღაცა გითხრათ ბოლოს, ესე იგი, რომ აი ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, აი ბოლოსთვის შემოვინახეთ, რომ ევსევი კესარიელს ძირითადად ვინც არის მისი ცხოვრების აღწერი, პირდაპირ არ აქვს არსად ნათქვამი, რომ იგი ცოცხლად იქნა აყვანილი. ესე იგი ის რომ გადმოცემა არსებობს ესეთი და სხვათა შორის თვითონ სახარებაშიც არის, თვითონ იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ არ უთქვამსო ქრისტესო ჩემზეო, რომ მე ქრისტეს მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდები. ესე თქვაო, რომ მინდოდესო, აი ესე არის, ოღონდ ის რომ ნამდვილად ასე იქნება არ უთქვამსო თვითონაც და ამიტომ მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულიც რაღაც აიდუმლობით მოცული იყო. ესე არის გადმოცემა, რომ შევიდა აი თავის სენაკში, განათდა ეს სენაკი და მოციქულები რომ შევიდნენ იქ ვეღარ ნახეს მისი მოწაფეები. ხო და ან კიდე მეორე არის რომ დამარხეს და მე საფლავში აღარ იყო თუ რაღაცა და მოკლედ ეს არის აიდუმლობით მოცილი ეს ნაწილი და ოღონდ პირდაპირ დადასტურება იმისა რომ აი ნამდვილად რომ ვიღაცა ამბობდეს რომ საფლავში აღარ არის, ასეთი რამ არ ყოფილა და სხვათა შორის არც ამ მტვერი რომ გამოდის, ეს ვარდისფერი მტვერი რომ გამოდიოდა, იქაც არ არის არსად აღწერილობაში ნათქვამი რომ მისი სხეული გამოყოფდა ამას, არამედ იქ ნათქვამია რომ მისი საფლავი გამოყოფდა. ასე რომ არის თუ არა საფლავში, ესე იგი და რეალურად ის ცოცხლად იქნა აყვანილი თუ არა, ეს მხოლოდ ტრადიციაა და ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს და ნახეთ რა საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ ბოლოს და მე გაჩვენოთ რაღაცა თვალ გადასარავი ამბავი. ეს არის ძველი ტრადიცია, უკვე უკაცრავად შედარებით გვიანდელი ტრადიცია, რომ ესე იგი მისი სხეულის, მისი ძვლის ნაწილები ინახება, სადღაც პირველი ესეთი გადმოცემა არის, რომ ვატოპედის მონასტერმა თავის შემომწირველებს საჩუქრად გადასცა მისი თავის ქალის ნაწილი, ოღონდ შეიძლება აქ არის ესეთი, რომ ეს არ იყო იოანე ღვთისმეტყველის, არამედ იოანე ქროპირის რაღაც ზუსტობა აქა. ყოველ შემთხვევაში დღეს თესალონიკში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერი და ასევე არის ილია წინასწარმეტყველის ტაძარი, სადაც ამბობენ, რომ ესე იგი და ასევე კიკუს მონასტერი კვიპროსზე, რომ არა, უკაცრავად, აქ თესალონიკში ამბობენ, რომ მისი ძვლის ნაწილი აქვს იოანე ღვთისმეტყველის და კიკუს მონასტერში კი უფრო ესეთი უწყინა არის, რომ ჯაჭვები არის მისი ჯაჭვები არის შემორჩენილი. ეხლა მე ცოტა ხანი ესე იგი და გადავიდეთ ეხლა ეფესოში. ეხლა ეფესოს ამბებს მოგიყვებით და გაჩვენებთ და შემდეგ დავბრუნდეთ და კიდე რაღაც საინტერესო რაღაც უნდა გაჩვენოთ აქ. ეხლა ვართ ეფესოში. ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, უფრო სწორედ ტაძრის ნანგრევები. აქ იყო იოანე ღვთისმეტყველის იყო, ეს არის ადგილი მისი მიცვალების. აი ეს არის გამოკრული. მოთხრობა. ეს არის კარიბჭე აქ ესე წერია. დევნილების კარიბჭე ესე ქვია. აქედან შევდივართ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, აი კიდევ ერთი წარწერა.
და შევდივართ აქედან ტაძარში. აი ხარი ბილეთები, ხა შევიდნენ ბილეთებს და შევალთ შიგნით. შევედით შიგნით. ახლა დავათვალიეროთ ყველაფერი. ნუ, სხვათა შორის ერთი რამ ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ აი ყველაფერი არის გადასარევად ორგანიზებული. მოვლილი ინფრასტრუქტურა გადასარევი აი მოსახერხებელია ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ მოვიდეს და მოილოცოს. ნუ ფაქტიურად საერთოდ დიდი იყო ძალიან ეს იუსტინიანე პირველი 6 საუკუნეა, რომელმაც არსებული ისიც როგორ წერია დაანგრია პატარა დაზიანებული იყო და ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. კაცრავად გაჩვენებთ ახლა ამას და მე გავაგზავნებ, ნახეთ. სპეციალური აგური შექმნა და აგურითა და ქვით მჭიდროდ ნაშენები, აი ესე წერია და აი ეს არის პირვანდელი სახე ამისი. მე ნუ საშინელი მიწის რა იყო და მან დაანგრია ეს ყველაფერი. და კიდევ ესე წერია რომ მარმარილოს სვეტებზე იდგა და კიდევ მარმარილოთი შემოსილ სვეტებზე, ძლიერ სვეტებზე იყო ძალიან რომ ხუთვარსები 5 გუმბათი ჰქონდა იმ პირვანდელ ტაძარს. აი იმ გუმბათებს რო გაეძო. აი რაღაც ამდაგვარი ხა გაჩვენებს. აი ესეთი სვეტები. ეხლა მე კარგად არ ვიცი, ეს აგურიც ვისაც ვნახეთ ის ნამდვილად პირვანდელია და აი ეს აგურიც ალბათ მოკლედ აგური იყო გამოყენებული, აგურით და ქვით ააშენა იუსტინიანე. ნუ აქ იყო პატარა ტაძარი, რომელიც იყო დაზიანებული და იუსტინიანემ მოკლედ ის დაანგრია და ეს ააშენა. ეს ტაძარი ააშენა კონსტანტინოპოლში იყო მოციქულების სახელობის ტაძარი და იმის მიხედვით იყო აშენებული ეს ტაძარი. რაღაცა ვებრძელა სივრცეა. ესეც ვნახოთ აქ რა წერია და აი ნუ აქ წმინდა იოანეს ცხოვრება არის აღწერილი. აქ არის აღწერილი მოკლედ წმინდა იოანეს ცხოვრება. ესე და სხვათა შორის ახლა არ ვიცი ეს მაინც აქედან მაგრამ ტაძარი იყო მოხატული და ტაძარში იყო მოზაიკა არაჩვეულებრივი. ეხლა თუ არ ვცდები, აი ეს არის იოანე ღვთისმეტყველის აღსრულების, ანუ გარდაცვალების ადგილი, აი ხა ვნახავთ. მე მგონი ეს არის. აი ეს. აი აწერია კიდევ ასე. აი აწერია რომ აქ იყო მისი საფლავი. აი ეს როგორ ჩანს აი საკურთხეველს გავს. აი ეგ. ნუ აქ ცხადია რომ ბევრი საკურთხეველი იქნება. ეხლა მე წრეულ პანორამას გავაკეთებ. ნუ ეს არის ფაქტიურად შეიძლება ითქვას ცენტრალური ადგილი, ხო აქ? ხო და ეხლა წრეულ პანორამას გავაკეთებ.
აი ეს. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ როგორია ტაძარი. როგორი იყო. გაცრავად. ცხელა და ეს შტატივი ეს რო თქვა იღლება ხოლმე და აი ეს ვებერცელოს სივრცე. და 8 მაისს გადმოცემის თანახმად საუკუნეების მანძილზე ბევრი არის აღწერა ამისი. აი იფარებოდა რაღაცა მტვერი გამოდიოდა, ოღონდ ამაზე ვეცდები რომ მოგიყვეთ ყველაფერი. მაგრამ გამოდიოდა რაღაც მტვერი და იფარებოდა და მთელ ამ ქალაქს ეს მტვერი ყოფნიდა ხოლმე და იყო სამკურნალო. მისი საფლავიდან არ წერია რომ მისი წმინდა ნაწილებიდან და არც ის წერია რომ წმინდა აი ზუსტად არ ვიცი გადმოცემაა. ოღონდ სხვადასხვა ტრადიციები, მაგრამ ის რომ აქ მოხდა მისი აი ამ ადგილას მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრული თითქოს ამაზე არ არის კამათი. ასე რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით იოანე ღვთისმეტყველის საფლავზე. ნუ იცით ეს ტრადიცია არსებობს, რომ როგორც ილია და ენუქი თავის დროზე წინასწარმეტყველი კიდევ ერთხელ დაგათვალიერებინებთ. როგორც ენუქი წინასწარმეტყველი, შემდეგ ილია იქნა ცოცხლად ზეცაში აყვანებული, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიძინა და მერე გახსნეს მისი საფლავი და მისი სხეული იქ არ იყო. აი ესეთივე გადმოცემა არის იოანე ღვთისმეტყველზე, რასაც ამაგრებს ამტკიცებს უფრო მეტად ის მაცხოვრის სიტყვები, რომ შეიძლება მე თუ მინდა ამის ყოფნა ჩემს მეორედ მოსვლამდე, შენ და რა პეტრეს ესე უთხრა, შენ მე შემომინდე. პეტრემ კითხა, რომ ამისი ამბავი როგორ იქნება ამისი ბედი იოანე ღვთისმეტყველზე და ესე უპასუხა პეტრეს. ხო და ეს რა თქმა უნდა ამის გამო არის კიდევ ესეც, მაგრამ ძირითადად განსხვავებული ტრადიციებიც არსებობს. არსებობს ესეთი გადმოცემა, რომ მოწამეობრივად აღესრულა, მაგრამ ძირითადი მთავარი არის იდეა ეს აი კიდევ ერთხელ დავხედოთ აი ამ საფლავს. ეს აი გაწერია რომ ეს არის აი კიდევ რაღაცა მოვლევით არის ეგ დავთვალიეროთ. ხო აი ესეც კიდე ნახეთ იუსტინიანე დიდმა რომ გააკეთა მთელი იატაკი ესეთი მოზაიკით იყო. მოზაიკა იყო გაკეთებული და თუ ნახე მე კიდე დავთვალიერებ და თუ ვიპოვე მოზაიკის ნარჩენები თუ მხატვრობის ნარჩენები უნდა იყოს აქ. აი ხა ჩავიხედოთ ჩვენ. აბა ჩავიხედოთ აქ შიგნით რა არის. ნუ ორმოსავით არ. აი ნანგრევებია და ასევე არის ჩუქურთმებიანი ქვები. აი იოანეს საფლავი აქედან ესე ჩანს. აი შორს. და ხა გავაგზავნოთ კიდევ დათვალიერება. თუმცა კარგად კი მეც ვერ ხვდები კარგად, ნუ უბრალოდ შემოვლით, ეხლა მთავარია იმ საფლავზე ვიყავით. ხო და რაღაცა ეთყობა გრანდიოზული ნაგებობა იყო და მე მაინც ამ მიწის რომ როგორ დაანგრია რა საოცარი. ნახეთ რა არის ძალიან საოცარი, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო თაყვანისცემა იოანე ღვთისმეტყველის მიმართ, რომელიც გამოხატა იმპერატორმა და ეს გრანდიოზული ტაძარი ააშენა. აი მიუხედავად ამისა, ამ ტაძარმა ვერ გაუძლო დროჟამს და დაინგრა. მაგრამ ის ადგილი, სადაც იოანე ღვთისმეტყველი აღესრულა, ის დღემდე არსებობს. აი ხა კი ვერ აგიხსნის ყველაფერს რა არის და სად არის, მაგრამ აი ეს ქვევრები. მოკლედ ნანგრევებში დავდივარ, ტაძრის ნანგრევებში
სადაც სავარაუდოდ აი კიდევ ერთი საკურთხეველი რაც ჩანს. ბევრი საკურთხეველი იქნებოდა. მაგრამ აი ეს ადგილი შემურჩა, სადაც იონე ღვთისმეტყველი აღესრულა და შეგვეწიოს მისი მადლი. აი ეს როგორც მოგახსენეთ, აი ეს მარმარილოს სვეტები ესეთი. მე თვითონ არ ვიცი სად დავდივარ. აი როგორია ნახეთ. აი ამ სვეტებზე იდგა როგორც ჩანს, აი კიდე სვეტები ზევით. აი ეს ახლა წინიდან შევხედოთ. აი ესეთი კოლონადა. აი ეს აგური. აი ეს არის აგურით მჭიდროდ ნაშენები ესე. ესე იგი ხა გავდივარ მე ფაქტიურად ტაძრიდან გარეთ. შემოვიხედოთ, გადავიხედოთ აქეთ და ფაქტიურად ამით ეს ტაძარი დავამთავროთ. ტაძრის დათვალიერება. აი გარეთ რამხელა სტოვა აქ კიდე. აქ როგორ ჩანს, რა ვიცი, აქაც გადახურული იყონა და აი გადავიხედოთ იქით. და შემდეგ მოტრიალდები გაჩვენებთ და ამით იონე ღვთისმეტყველის ტაძარი დავამთავროთ მისი დათვალიერება. ეხლა ამას ზუსტად ვერ გეტყვით ეს რა არის. მაგრამ ნუ ეფესო ესეთია. ესეთი გრანდიოზული ტაძარი იდგა აქ. ახლა ესე დავდგები, რომ იონე ღვთისმეტყველის საფლავი გამოჩნდა შორს, აი სულ შორს ხალხია იქ გაჩერებული. აი ეს. აი ეს აქედან ჩანს. წმინდა დიდო მოციქულო იონე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის დაგმოცე და შეგვეწიოს შენი მადლი. ამინ. ნუ მე დაგიბრუნდით ისევე ამ ოთახში. ეხლა თითქოს იქიდან რაღაცა უნდა გადმოვიტანო, ესე რომ ვთქვათ. აი ამ ეფესოდან ნახეთ, ნუ შეიძლება არ არის ფლატ კეთილსინდისერის აქციელი, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ახლა ვერ გაუძელით ცდუნებას რა, მოკლედ ნახეთ რა უნდა გაჩვენოთ. ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, იქ იუსტინიანე იმპერატორმა, როდესაც ააშენა ეს ვებერთელა ტაძარი, გამოიყენა ძირითადად აგურის, ნუ ფაქტობრივად აგური გამოიყენა, შექმნა ეს აგურები, აი ნატეხები წამოიღე ამ აგურის, ახლა გაჩვენებთ. აგური და მარმარილო გამოიყენა, აი ეს არის ის ძველი აგურები. იცით რა ეწყო იქა და რაღაცნაირად არავის არ უთქვამს, რომ არ შეიძლება ამის წამოღება, აი ეს არის ის აგურები, რომელთაც არის ნაშენები იონე ღვთისმეტყველის ტაძარი.
და კიდევ გამოიყენა მარმარილო, როგორც მოგახსენეთ, სვეტებისთვის, მარმარილო სვეტები და მარმარილო შემოსილი სვეტები, რომ ეს ვებერთალა ტაძარი, ეს გუმბათი რო დაეჭირა. ეს არის ის მარმარილო, იქიდან ის მარმარილო, რომთაც არის ტაძარი ნაშენები. ეს არის იოანე ღვთისმეტყველის ესე იგი, ეს პლაც ძალიან საოცარი რაღაც უნდა გაჩვენოთ, აი პლაც ძალიან საოცარი რაღაცა. ესე იგი, ერთი რომ ჩვენ გვაქვს, როგორც მოგახსენეთ, იქ საფლავთან ინახებოდა ასევე მანტია. იოანე ღვთისმეტყველის, აი ამ მანტიის ნაწილი გვაქვს. აი ამ მანტიის ნაწილია, ნახეთ, აი ეს არის, ეს ლურჯი. მუქიფერის არის. და ეხლა პლაც აუცილებლად უნდა გაჩვენოთ. ესე იგი, მე რო ვკითხე, ვინც გადმომცა ესა, საიდან და როგორ და ხო ვიცით რომ ცოცხლად იყო აყვანილი. ესეთი რაღაცა მითხრა, რომ ეს საფლავი გაითხარა და იქ რაღაცა ძვლები იყო და იმ ძვლის ნაწილია და კი ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს იოანე ღვთისმეტყველის არის, ნამდვილად თუ არ არის, თუ ცოცხლად იყო აყვანილი, ხო გითხართ, საიდუმლოებით მოცულია, მაგრამ აი გაჩვენებთ, აი ეს არის, აი ამ ადგილზე, აი ეს. აი ეს არის, ახლად გაჩვენებთ კიდევ უფრო. აი ეს არის იმ ძვლის ნაწილი, რომელიც იპოვეს იქ საფლავში, როდესაც გათხარეს. აი ზუსტად იმ ადგილას იოანე ღვთისმეტყველის ადგილას იქ გათხარეს და იყო საფლავი. საფლავის წმინდა ნაწილები და აი ეს, აი როგორც მოგახსენეთ, თესალონიკში ეს წმინდა ნაწილები კიდევ და ესეთი ტრადიცია არსებობს. ესეთი ტრადიციაც არსებობს და ამიტომ, ახლა მეორედ მოსვლამდე ამას ვერ გავიგებთ, ეს მართლა 100-ია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს წმინდა ნაწილი გაგვაჩნია იქიდან. ეხლა უნდა გაჩვენოთ კიდევ, აი რაც ვისაუბრე, ის ხო გეუბნებთ ზღვაში წვეთია და ესეც რასაც გაჩვენებთ ზღვაში წვეთია და სწრაფად დაგათვალიერებინებთ, ეს არის მისი გამოსახულებები. ეს არის მე-6 საუკუნე რავენა, ესე იგი რავენაში არის სან ვიტალე იქიდან არის ესა. შემდეგ ესეც იქიდან არის სან ვიტალედან, რავენადან. მე-6 საუკუნის გამოსახულება ეს მოგვიანებით იმისი ის ახალგაზრდობაში, ეს ასაკში. შემდეგ ეს არის მე-11 საუკუნის ეს ლონდონში ინახე, არა უბრალოდ ბერლინის მუზეუმში ინახება სპილოს ძვალში არის, როგორც წეს სახარება სპილოს ძვლის გამოსახულება. ეს არის ქართული გამოსახულებაც, ახლა ძალიან სწრაფად გაჩვენებთ, აი ეს არის პეტრე და იოანე ერთად. აი ესე. შემდეგ ეს არის ასევე ბერძნული ხელნაწერიდან მინიატურა. აი როგორია ნახეთ. ესეთი. შემდეგ მე-11 საუკუნე არის, არა უბრალოდ მე-10 საუკუნე არის ვასილი მეორის მინოლოგია, როგორც ჩადის საფლავში იოანე. ეს მინიატურა იქნა ხელნაწერიდან. შემდეგ ეს არის სან მარკოს ტაძარი, ეს მე-13 საუკუნეა. აი ესეთი მოზაიკური გამოსახულება იოანესი. აი ასევე კიდევ ყველაფერს უცებ ვერ გიყვებით რა საიდან არის და როგორ აი ესეთი უძველესი გამოსახულება არსებობს კიდევ. შემდეგ ეს არის ანდრეი რუბლევის მიერ შექმნილი გამოსახულება იოანე ღვთისმეტყველის. გამორჩეულია ეს ანდრეი რუბლევი, ნახეთ. შემდეგ საერთოდ მე ვფიქრობ, რომ იოანე ღვთისმეტყველზე 3 ტიპის გამოსახულება არსებობს. ერთი არის ახალგაზრდობაში, როდესაც იესო ქრისტესთან ერთად იყო. მეორე არის შემდეგ უკვე მოგვიანებით პატმოს, კუნძულ პატმოსზე და ასევე მისი ასაკში, როდესაც არის მისი გამოსახულება, ეს არის პატმოსზე, როგორც წერს. ხო გეუბნებთ, ეს ძალიან სწრაფად და ძალიან ცოტა აი თვალში რაც მოხდა ისტორია. ეს კიდე ცალკე შესასწავლია, ეს საკითხი, მისი გამოსახულებები იმდენი არსებობს. ეს არის მე-17 საუკუნის რუსული ხატი, იოანეს დუმარება, ესე ქვია. შემდეგ ეს უკვე არის, რასაც ახლა გაჩვენებთ, ბერძნულ, ესე იგი, ჩვენი ათონური ხელნაწერია. ეს არის მისი მინიატურები. აი ეს არის ახალგაზრდობაში და კიდევ ორი გამოსახულება გვაქვს ესეთი. აი ეს გამოცხადებას უწევს და აი ეს არის კიდევ. ეს არის. და კიდევ უნდა გაჩვენოთ, ახლა ძალიან საინტერესო გამოსახულებები, უკვე იცით რა. ეს უნდა გაჩვენოთ ახლა გამოსახულებები.
ისევ იმ ხელნაწერიდან, ათონური ხელნაწერიდან. ოღონდ ნახეთ, აი ეს არის ბზობა, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, აი ნახეთ აქ არის. აი აქ არის იოანე ღვთისმეტყველი, აი აქ პეტრესთან ერთად წინა ხაზზე არის და ამას გაჩვენებთ. აი ამას გაჩვენებთ გადიდებულს. აი ესეთი გამოსახულებები გვაქვს ძალიან საინტერესო, აი გადიდებული. აი წინ პეტრე და იოანე, აი იოანეს სახე ხედავთ. და კიდე უნდა გაჩვენოთ, ესე იგი ჯვარცმისას, ეს მინიატურები გვაქვს, ჯვარცმისას მისი ყოფნა. აი იასამნის პერტანსაცმელში არის და უცებ გაჩვენებთ, აი ეს არის. ეს ვიღაცა ჭაბუკი ართმევს, ვიღაცა ქრისტეს ტანზე ხდის და აი იოანე უკანა პლანზე დგას და უყურებს ამ ყველაფერს. აი ეს ახლა გადიდებული იქნება ესა. აი ესე არის გამოხატული. შემდეგ აი აქ არის კიდე და ამას ესე იგი ზოგად გამოსახულებას გაჩვენებთ და აი აქ არის იოანე, აი აქ არის და გაჩვენებთ ამასაც გადიდებულს. აი გადიდებული. ესეთია. აი კიდევ ესე იგი ეს უკვე იოანე და ღვთისმშობელი მარტო ერთად ჯვარცმისას, როდესაც ეუბნება აი ძეშენი და აი დედაშენი ესე რომ ეუბნება და გაჩვენებთ ახლა გადიდებულად მის გამოსახულებას კონკრეტულად. აი ესეთია. აი გადიდებული ესეთია. ალბათ მხოლოდ ესე შეიძლება წარმოდგენა რომ შევიქმნოთ მის გარეგნობაზე სხვანაირად შეუძლებელი. აი კიდევ ისე იოანე ღვთისმშობელი და ესა და კიდევ სხვა დედებიც ჩანან. ამასაც აქედანაც გაჩვენებთ გადიდებულს მის გამოსახულებას. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტები მის ცხოვრებაში. შემდეგ გარდამოხსნისას აი როდესაც აი აქ არის ისევ იგივე ტანსაცმელიაც ნახეთ აი ეს არის აქ არის რომ გარდამოხსნეს ქრისტეს სხეული აი კიდევ ეს გადიდებული აი ალბათ მხოლოდ ესე შეიძლება მისი გარეგნული ნიშნების იდენტიფიცირება აი ქრისტეს სხეულთან დატირებისას და აი გადიდებული აი ესეთია და ბოლოს რომ გადაყავთ უკვე საფლავში რომ უნდა დადონ აი ეს არის იოანე ახლა ამას კიდე გაჩვენებთ გადიდებულს აი ეს არის იოანე ღვთისმეტყველი და ბოლოს მინდა გაჩვენოთ კიდევ ესეთი ამბები. ესე იგი ბოლოს მინდა გაჩვენოთ ეს არის იერონიმე ბოსხი, ბოსხს აქ პატმოსზე როგორ წერს. ნახატია ესა. და ასევე ელგრეკოს აყავს ნახატული კიდე. გამორჩეული მხატვრები არიან, სულიერი მხატვრები და აი ელგრეკოს, რომელმაც კრეტის კუნძულზე ისწავლა ხატვა. იქაური მხატვრობიდან. და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ესე იგი მისი გამოსახულება, როგორც ვიძახით, როგორც ევანგელისტის, როგორც მახარებლის არის არწივი, აი ეს არის კუმურდოს ტაძრის კედელი, აი ეს არწივი აქ არის გადადებულს გაჩვენებთ. ეს აღმოსავლეთის ფასადია და იქ არის 4 მახარებლის სიმბოლო, ეს არწივი კარგად არის შემორჩენილი, ახლა გადადებულს გაჩვენებთ. აი ეს არწივი როგორია ნახეთ, კუმურდოს არწივი. ეს არის იოანე ღვთისმეტყველის სიმბოლო და ბოლოს უნდა ვიტრაბახოთ ცოტა. ჩვენი საეპარქიო დროშა უნდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება, აი ეს არწივი გადმოვიტანეთ. ეს არის ჩვენი საეპარქიო საბრძოლო დროშა, ესე რომ ვთქვათ, ყველა წესის მიხედვით ვაკურთხეთ. და აი ეს არის ეს არწივი, კუმურდოს არწივი. როგორც სიმბოლო, ეს არის ჩვენი ეპარქიის გერბი, კიდევ ყველაფერთან ერთად. ნუ მე კიდე ორიოდე სიტყვით უნდა მოგიყვეთ, ესე იგი დღეს კიდე სხვა ამბები გვაქვს, ესე იგი უპირველეს ყოვლისა ღვთის განგებით იყო ალბათ, რომ დღევანდელ დღეს ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ამ ხატის დღესასწაულია, ხატი უნდა გაჩვენოთ ახლა, დაგვოცოთ უпростоრეთ ამ ხატით, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გვისაუბრია. აი ეს ხატი მოგბრძანე. ეს არის
ეს არის ათონის წინიდან ჩამობრძანებული ეს ნათანაელი არის წინამძღვარი დღეს და იმის ხელმოწერით არის დაგლოცავთ ამ ხატით შეგეწიოთ ივერის ღვთისმშობლის ხატი და ამ ხატის ჩამობრძანების შესახებ ესე იგი რა ვითარებაში ჩამობრძანდა როგორ მინდა ამ ყველაფერზე უკვე მქონდა საუბარი ეს არის 34 საუბარი მეორე წუთიდან წუთი და 24 წამი იქიდან არის ამის შესახებ და ნახეთ მოისმინეს აღარ გამომეორდები ანუ დღეს არის ივერის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანების დღე საქართველოში და აქედან დაიწყო სხვათა შორის საქართველოში 99 წელია და მინდა გითხრათ ეს არ მithქვამს იქ ამ საუბარში ახლა მინდა გითხრათ რომ ეს რაღაცნაირად შემთხვევითი არ არის რომ მაინდამაინც იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ჩამობრძანდა ეს ხატი საქართველოში ხატი რომელმაც შეცვალა რეალურად შეცვალა ჩვენი ისტორია ეს არის 1999 წელი და აქედან დაიწყო ფაქტიურად საქართველოს გათავისუფლება და საქართველოს აღორძინება ნუ ჯერჯერობით ბოლომდე არა ვართ აღორძინებულები პროცესში ვართ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში და შეგვეციოს ამ ხატის მადლი კიდევ დღეს არის ხსენება რომის პაპის ევსევის მორიოდე სიტყვით მოგიყვეთ მის შესახებ ევსევი ეს არის სავარაუდოდ 309 წელი 4 თვე იყო სულ ეს რომის პაპი ევსევი და აი მონასტრო ამ 4 თვეში რო წმინდანად შეირაცხა და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეკლესიაში ესე იგი აქ ლაპარაკი არის ევსევიზე რომელიც ნახსენები ნუ ესე იგი ბერძენი იყო წარმოშობით მოკლედ რო გითხრათ მოკლედ კი არა არაფერი არ ვიცით თითქმის მის შესახებ მისი მამა იყო ექიმი და სამედიცინო მოღვაწეობას ესე იგი როგორც ექიმი რომში მოღვაწეობდა და კიდევ ეპისკოპოსი ესე წმინდანი ჩვენ მასზე ვისაუბრეთ ევსევი ვერჩელელის ცხოვრებაში უდიდესი წმინდანი იყო იქ არის ნახსენები რომ რომის პაპმა ევსევი მონათლა და საკუთარი სახელი უწოდა და ეს სწორედ ეს რომის პაპი ევსევია მან მონათლა ასევე საბინა წმინდა საბინა ტრიკასელი ჩვენ ამის შესახებაც ჰქონდა საუბარი და მაქსენციუსი იყო იმპერატორი ამ დროს, რომელიც მაინდამაინც კი არ იყო ქრისტიანების მტერი, მაინდამაინც არ დევნიდა, მაგრამ ამისი მთავარი ის იყო, რომ მშვიდობა ყოფილიყო და ხმა არავის არ ამოეღო და ამას ესე იგი ეს ვერ შეპირდა მაინდამაინც ეს ევსევი, იმიტომ რომ ამ დროს იყო შფოთი ეკლესიაში, რასთან დაკავშირებით, იცით, ახალი დამთავრებული, ჯერ ბოლომდე არც არის, მილანის ედიქტიც არ არის, ჯერ კონსტანტინე დიდი კი არის, რომის იმპერატორი არ არის, ჯერ ანუ 4 სამეფოდან ერთ-ერთის მთავარია და ამიტომ შერბილებულია ქრისტიანების ზევნა, მაგრამ ესე იგი რა საკითხით დგას, ნახეთ, ვინმე ირაკლი გამოჩნდა, იყო კამათი ეკლესიაში, რომ ვინც უარყო ქრისტე დევნისას, შეიძლება თუ არა მისი შეწყნარება უკან და ნუ რადიკალურად განწყობილები იყვნენ, რომ არავითარ შემთხვევაში და მეორე რადიკალური ფრთა იყო, რომ ყოველგვარ ეპიდემიის გარეშე თუ მოინდომებს ადამიანი, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა მივიღოთ და აი ეს ევსევის უკვე ზომიერი პოზიცია ეკავა და ამბობდა, რომ არა, პირდაპირ არ შეიძლება მიიღება, აუცილებლად ეპიდემია უნდა განუსაზღვროთ და რაღაც დროის შემდეგ უნდა მივიღოთ ასეთი ადამიანები და ამის გამო ეს ირაკლი სხვათა შორის, მაგრამ თავარი იყო, რომ ეს ევსევი რომის პაპი ამ მაქსენციუსმა გადაასახლა სიცილიაში და აი გადასახლების დროს აღესრულა ესე იგი ის და შემდეგ რაღაც დროის შემდეგ გადმოასვენეს ისევ რომში კალისტოს ესე იგი კატაკომბაში, კალისტას კატაკომბაში, აპიის გზაზე და იერონიმე, ნეტარი იერონიმეს აქვს ნათქვამი, რომ დღეს არის დღევანდელ დღეს მისი ხსენება, თუმცა მისი აღსრულების დღე არის, ესე იგი 17 აგვისტო, ამიტომ ამ დღესაც მოიხსენიება ეს და მისი წმინდა ნაწილები არის San Sebastiano Fuori Lemura, ესე ქვია ტაძარს და ასევე არის ცნობა, რომ ესპანეთშიც გადაასვენეს მისი წმინდა ნაწილები და ასევე San Lorenzo Panisperna არის ქუჩა, აი აქ არის ესე იგი მისი წმინდა ნაწილები, ეს ძალიან მოკლედ წმინდა ევსევის შესახებ, აი წმინდა ევსევის წმინდა ნაწილები, ნამცეცები გვაქვს. და ბოლოს მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს არის ასევე ხსენება რუსეთის პატრიარქის ახალმოწამის ტიხონის ბელავინის ხსენება, მაგრამ ჩვენ ესე იგი ბევრჯერ არის ხსენება და
უდიდესი პიროვნება იყო და ჯერ ერთი მოყოლილი მაქვს და აი ეს მოისმინეთ, ესე იგი მის ეს არის 53 საუბარი, ესე იგი 22 წუთი 22-34 წამი, აი აქედან მოკლედ იქ არის, მაგრამ მისი ხსენება არის ახლა ჩამოგითვლით, ეს არის 25 იანვარს ახალ მოწამეებთან ერთად, 25 იანვარი ისევ და 9 ფებრუარი არის მისი ნაწილების მოპოვების დღე, ესე იგი 25 მარტი არის მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრული და აი დღევანდელ დღეს არის და კიდევ 5 ოქტომბერს არის მოსკოველი უდამთავრებთან ერთად ხსენება და ასევე 5 ნოემბერს არის პატრიარქად მისი კურთხევის დღე. ანუ ბევრჯერ არის და მე იმედი მაქვს რომ მოგვეცემა ჩვენ საშუალება ერთი კი ეს ფოტო მინდა გაჩვენოთ წმინდა ტიხონის. ეს არის მისი ფოტო, ესეთი იყო. და მოგვეცემა საშუალება იმედია რომ როდესმე ამომწურავად ვისაუბრებთ, თუმცა აქაც ძალიან ბევრი რამ არის სასაუბრო, ჩვენ გვაქვს მისი შესამოსლის ნაწილი და რაღაცა ნამცეცებია კიდე გონი მისი სხეულის ეს. ასე რომ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იოანე ღვთისმეტყველის შესახებ, ვისაუბრეთ ივერის ბიშოპის ხატის ჩამობრძანებაზე ორიოდე სიტყვის მოგახსენეთ, რომის პაპი ევსევი და შემდეგ ბოლოს ვახსენეთ წმინდა ტიხონი, აღფსარებელი, მდელმოწამე, შეგვეწიოს მათი მადლი, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.